გამარჯობა, ბოლო თემა ჩვენი, თუმცა ბოლომდე არ მოდივართ, მაგრამ შევეხებით 97-8, 92-13 წლები, ყველაზე რთული პერიოდი ალბათ სასაუბროდ. წეგანაც რო ვთქვი, არ მინდა ამაზე საუბარი და მიფიქრია ხოლმე, რომ მიხარია, რომ არ მოვესწარი, ზრდასრული არ ვიყავ იმ პერიოდში. ხშირად მიფიქრია, რომ სად რას გავაკეთებდი, საით ვიქნებოდი. არჩევანი რა გვაქვს, რომ ყოფილიყავი ერთ მხარეზე, მეორე მხარეზე, ან ჩუმად ყოფილიყავი და არც ერთს არ აქვს გამართლება, სამივეს აქვს თავისი არგუმენტი, მაგრამ გამართლებაც ასევე არც ერთ მხარეს არ აქვს და როგორ გამოიარა იმ ხალხმა, ვაკრიტიკებთ ჩვენ თავისთავად წლების შემდეგ, ადვილია კრიტიკა, მაგრამ ორივე მხარეს იყო ხალხი, ვისაც უნდოდა უკეთესი, ზოგი წრფელი გულით იყო, ზოგი რაღაცა სხვა ანგარიშით, მაგრამ რაღაცნაირად დღეს რომ მოვედით კარგია რომ ვარსებობ და ქვეყანა რომ გვაქვს და იყო მომენტები რომ საერთოდ ეჭქვეშ იყო საქართველოს სახელმწიფოს არსებობა და მაინც ვიღაცებს შერჩათ იქ ცივი გონება იმ პერიოდში და გადავრჩით მოვედით აქამდე ბოლოს ვისაუბრებ მაგრამ მოდი არა ბოლოში გადავალ ესე ბოლოდან დავიწყოთ ასე ვთქვათ მონანიება აღიარება რომელიც გააკეთეს იმ პერიოდის მონაწილეებმა ლუიზა შაკიაშვილი გემახსოვრებათ რასაკვირველია დეპუტატი შევანაძის პერიოდის მოღვაწე აქტიური მოწინააღმდეგე ზვიადის ოღონდ აქ კიდე რა არის უცნაური რომ თავიდან თითქმის ყველა ვინც შემდეგ სამოქალაქო ომში იყო ჩაბმული იყო ერთ ჯგუფში არაფორმალები, საბჭოთა კავშირის მოწინააღმდეგეები და შემდეგ აი ამ ერთმა ჯგუფმა შვა შემდეგ 2, 3, 100 ჯგუფი, პარტია, რაღაცა ორგანიზაცია. შაკიაშვილი რას იძახის, რომ პრეზიდენტი, რომელიცაც ხალხი უყვარს, ხალხს უყვარს და ჩვენ არ ვაცალეთ, ავჩქარდით, ესეთი დასკვნა. ბათიაშვილი, რომელიც ასევე ძალიან აქტიურად იბრძოდა და მისი აგერ პოზიცია, რომ რაც ოპოზიციამ გაუკეთა გამსახურდი ეს იყო დამღუპველი საქართველოსთვის. ოღონდ ეს შეფასებები არის 95 წლის, ესე იგი მალევე იმ მოვლენებიდან და დღეს შეიძლება კიდე სხვაგვარად ფიქრობენ, უფრო მკაცრად ფიქრობენ საკუთარ როლზე. მაშინ მაინც არ იყო ჯერ კარგად გადააზრებული ეს მთელი ამბავი. შემდეგი ყავს გოგი ხოშტარია, რომელიც იყო საგარეო საქმეთა მინისტრი გამსახურდიასი. 91 წელს მისი ბანაკი ასე ვთქვათ დატოვა, მთავრობა დატოვა, გადავიდა იმდროინდელი ოპოზიციისკენ. ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო და აგერ ასამბობს რომ მე ჩემ თავს ვერ ვპატიობ, მსოფლიომ რომ აპატიოს, მე მაინც ვერ ვაპატიებ ჩემ თავს. ვახტანგ გოგოაძე ასევე დეპუტატი ხო იქ ზოგიერთს ჰქონდა ესეთი შემრიგებლური თან აღიარებდა, თან არ აღიარებდა და გარკვეულწილად ბოდიში შემიძლია მოუხადო ესეთი უკან დახევა. განსაკუთრებით ნანობდა ნოდარ ნათაძე, არ მომიტანია აქ მისი ციტატა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უწერია, მოგონებები აქვს მას. როდესაც გვარდიამ ტელევიზია დაიკავა 91-ში, ნათაძე ამ დროს არის ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციის, სახალხო ფრონტის წარმომადგენელი. ნათაძე იმყოფებოდა გვარდიასთან ერთად, მაგრამ როგორც შემდეგ ამბობს, იმ პერიოდში პრინციპში ამბობდა, რომ მისი მიზანი იყო არ დაეშვა კონფრონტაცია ომამდე მისვლა. მას რაღაც მომენტში სთხოვეს, რომ გამოსულიყო სამთავრობო მიტინგზე გამსახურდიას მომხრეებთან და ოპოზიციის მიტინგზე. და ამბობს, რომ გულითო მინდოდაო გამსახურდიას მომხრეებთანო, მაგრამ რატომღაც მივიდა ოპოზიციის მიტინგზე, გამოვიდა სიტყვით. ეს იყო ცნობილი 2 სექტემბრის გემახსოვრებად. 91 წლის 2 სექტემბერს დაიძაბა ძალიან ვითარება და ფიქრობენ ისტორიკოსები, რომ ეს გარდამტეხი იყო 91 წლის 2 სექტემბერი. რაც შემდეგ მოხდა მერე შეტაკებები, შემდეგ სამოქალაქო ომი და იმ 2 სექტემბრის გამოძახილი იყო, რომ ნათაძე ავიდა და თვითონ როგორც იხსენებდა, როდესაც მომიყვანესო, მომაჩეჩესო ხელში მეგაფონი, დავიწყეო საუბარი, შემდეგ რაღაცნაირად ავღელდიო. ნათაძე მაშინ იყო საკმაოდ ასაკში, ფილოსოფოსი ადამიანი, ძალიან ესეთი დინჯი, გაწონასწორებული, როგორც ფილოსოფოს შეშვენის, მაგრამ ასეთი ადამიანიც კი, რაც ფონი იყო, ძალიან აღელდა, ძალიან ღიად გამოაცხადა, რომ გამსახურდია მტყვია ესროლა საქართველოს, რომ ის პრეზიდენტი აღარ უნდა იყოს და შესაბამისად, იქ რომ იყვნენ ახალგაზრდა 20-30 წლის ადამიანები, მათთვის მით უმეტეს უფრო რადიკალური აზრებიც ჰქონდათ და მოქმედებებით შემდეგ შესაბამისად. ნათაძე იძახის, რომ ტელევიზიასთან როცა
დაიბანა კაკიტოვანმა თავისი გვარდიით. მეო არც ტელევიზიის შენობაში რჩებოდიო, არ მინდოდაო მათთან ყოფნაო, მაგრამ სახლში რო წავსუნეყავიო, ვაი რაღაც უბედურება მომხდარიყო და მანქანაში იძინებდა ზოოპარკთან ეყენა მანქანა და იძინებდა მანქანაში. აი ეს რაღაცნაირად ჩუვაში იყო გაჭმეტელი ნოდარ ნათაძე. დავიწყოთ დავბრუნდეთ ჩვენ 80-იან წლებში სულ თავიდან. ესე იგი პირველი არაფორმალური გაერთიანება, ეს არის ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, საიდანაც პრინციპში შემდეგ გამოვიდა რამდენიმე პარტია და ორგანიზაცია. პირველი გამგეობა, რომელიც აირჩიეს, შედიოდა მასში 9 წევრი, მათ შორის იყო მერაბ კოსტავა, თამარ ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, გია ჭანტურია, ძალიან ცნობილი შემდეგ პოლიტიკოსები. ზვიად გამსახურდია ამ შეხვედრაზე არც დაპატიჟეს, არ იმყოფებოდა. და უცნაურია, თუმცა უცნაური არ არის, იმიტომ რომ თამარ ჩხეიძეს ძალიან არ უყვარდა გამსახურდია. პრინციპში გამსახურდეს არ უყვარდა, ორმხრივ იყო ეს დამოკიდებულება. ჩხეიძე ადანაშაულებდა, რომ მოინანია ზვიად გამსახურდიამ და როგორ უარყო მან ის პრინციპები, რომ ხალხი იბრძოდა ციხეში, გადასახლებაში იყვნენ და ზვიად მოუკან დაიხია და ეს ვერ აპატია. ამის გამო არ იყო ზვიადი იმ ორგანიზაციაში, იმ სათათბირო წევრი და აი ეს არის ალბათ პირველი, შეიძლება ვთქვათ, რაღაცნაირად უკვე დაპირისპირება. ზვიადი რასაკვირველია, უკვე დიდი ფიგურა იყო, ძალიან ბევრი მომხრე ყავდა. მას პარტია რომც არ ყოლოდა, იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა იმ 87-შიც, რომ სრულიად საკმარისი იყო, რომ ნებისმიერი გუნდი შეეკრა თავის გარშემო. თუნდაც უსახელო ხალხი რომ მოეყვანა, უცნობი ხალხი მაინც ხმას მიცემდა, იმიტომ რომ ზვიადი იყო მთავარი. ამის გამო იყო რომ ძალიან მალე 2 წელიწადში 87-ში შეიკრა ეს საზოგადოება. 2 წლის შემდეგ მხოლოდ თამრიკო ჩხეიძე დარჩა იმ 9 ადამიანიდან. 8 ადამიანი ერთი გარიცხეს, მერაბ კოსტავა დაიღუპა და დანარჩენი 7-6 ადამიანი წავიდა თავის სურვილით. მათ შორის ჭანტურია, წერეთელი და რაც არ უნდა საკვირველი იყოს უკვე შემდგომი წლების გადასახედიდან, წავიდნენ ზვიად გამსახურდიასთან. ესე გია ჭანტურია მივიდა ზვიადთან და ერთად ჩეკრეს, ჩამოაყალიბეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოება მეოთხე დასი. ესე იგი, ესეც როგორი საინტერესო და დაპირისპირების მაჩვენებელია, რომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებიდან გავიდნენ და ილია ჭავჭავაძის საზოგადოება მეოთხე დასი. ათასობით სახელი შეიძლება მოიფიქრო, ეროვნული, პატრიოტული, ასე შემდეგ, მაგრამ არა, ესე იგი, თითქოს ის ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რაც თამრიკო ჩხეიძე იყო, ასე ვთქვათ, და მე ზურა ჭავჭავაძე, არა, ეს სახელიც კი წაართვეს, წამოიღეს. შემდეგ იყო ილია მართლის საზოგადოება, შემდეგ ზვიადმა, ასე ვთქვათ, გააცოცხლა ჰელსინკის კავშირი, რომელიც 70-იან წლებში ჰქონდა და აი ესე იწყება ეს პირველი დაპირისპირება. გადავიდეთ თავში, შევხედოთ. მერაბი და ზვიადი, მერაბ კოსტავა იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა, რომ ყოფილიყო საზოგადოებასთანაც, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან, ზვიად გამსახურდიასთან, რაღაცნაირად ალბათ ხვდებოდა, რომ ასეთი დაპირისპირება ჯერჯერობით ძალიან ვიწრო წრეში არსებული, საბოლოო ჯამში მიგვიყვანდა იმ დიდ დაპირისპირებამდე. ის კი არა ზურა ჭავჭავაძეს რომ დაუპირისპირდა ზვიად გამსახურდიამ, ღირსების სასამართლო იყო, ძალიან მძიმე სანახავი შეიძლება გაქვთ ნანახი. ეს ცალკე საკითხია კიდე და 2 საათი უნდა დაჯდეთ და უყუროთ თუ არ გაქვთ ნანახი. ძალიან მძიმე, ისე რომ ერთხელ რო ვნახე, მე მეორედ ვსადე და მე გადახვევებით ვეღარ უყურე მთლიანად და მერაბ კოსტავა არ დაესწრო იმ შეხვედრას, არა და თბილისში იყო. თუმცა გამოაცხადეს რომ შეუძლოთ არისო და ამიტომ, მაგრამ თავისთავად ის შეუძლოთ ალბათ არ იყო. ასე შეუძლოთ გახდომა, ბევრს აქვს გამოცხადებული. აკაკი ასათიანი, როდესაც ომის სამოქალაქო ომი იწყებოდა უკვე, გამოაცხადა რომ ცუდად ვარო ნოემბრის ბოლოს და წავიდა ბოლომდე, ესე რომ ომში არ იმყოფებოდა საერთოდ. და აქვე მინდა ვახსენო საბოლოო, ესე იგი მიმართულება, რომელიც მერაბ მამარდაშვილმა გააჟღერა და გვაქვს ჩვენ 2 მიმართულება. ეს არის ბალტიისპირეთის გზა, რომელიც გულისხმობდა კონსტიტუციის ფარგლებში, საბჭოთა კავშირთან რაღაცნაირად თანამშრომლობა თუ არა, გათვალისწინებით, SSRK-ს არსებობის გათვალისწინებით და მეორე გზა იყო რადიკალური, რომელიც ითვალისწინებდა ღია წინააღმდეგობას და ომორჩინებლობას. ამაზე თვითონ ასეთ არაფორმალებშიც იყო მოსაზრება, რომ დაუმორჩილებლობა ეს მაგალითად განდის მაგალითზე ინდოეთში. ინდოეთი იყო მაშინ 300 მილიონი, ბრიტანეთი, ინგლისი იყო 20-30 მილიონი და ის რაც ამართლებდა ინდოეთში, ის არ გაამართლებდა საქართველოში, რასაკვირველია და დაუმორჩილებლობა მუშაობს, როცა ყავს დიდი რაოდენობით ადამიანი, მომხრე გამოხვიდე ქუჩაში, არ იმუშაებსო, მაგრამ
არ ესმოდათ ასე ვთქვათ რადიკალებს. მამარდაშვილმა რა თქვა? მისი ძალიან ცნობილი ფრაზა ცოტა კონტექსტიდან ამოგლეჯილია, მეც ასე მოვიტანე, მაგრამ ასეა ყოველ შემთხვევაში გავრცელებული. ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას, ვიდრე სამშობლო. გამოაცხადა მან ფილარმონიის დარბაზში. ეს შეხვედრა იყო ალბათ ყველაზე დიდი შეხვედრა, რომელსაც 2000 დელეგატი ესწრებოდა, სახალხო ფრონტი ჩამოყალიბდა მაშინ. ესწრებოდნენ მემარცხენე, მემარჯვენეები, ცენტრისტები, არა მემარცხენეები ნაკლებად, ინტელიგენცია, როგორც შემდეგ ვეძახით, წითელი ინტელიგენცია, ძალიან ბევრი გამორჩეული ფიგურა, 2000-მდე ადამიანი. გამოვიდა აქ სიტყვით მამარდაშვილი, არის მისი სიტყვაც ვიდეოზე ამ გადაღებული, 13 წუთიანი სიტყვა წარმოთქვა და უმთავრესი აზრი, რაც დააფიქსირა, იყო რომ ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ და არა ცხელი, უაზროდ პატრიოტული. მამარდაშვილი თან მოსკოვიდან უყურებდა ამ სიტუაციას და კარგად იცნობდა ქართულ ხასიათსაც, იცოდა საბჭოთა კავშირიც, ქართული ხასიათი იცოდა ისტორიულიც და იმჟამინდელი ქართული ხასიათი და აქვე ამბობს რომ ჩვენ დავშორდით ევროპას და არ გვაქვს ის ევროპული აზროვნება და ამიტომ არ უნდა ვიმოქმედოთ, არ უნდა ავჩქარდეთ და როცა ეს სიტყვები თქვა, ეს არის არისტოტელეს ცნობილი სიტყვების პერიფრაზე, რომ პლატონი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მეგობარია. და აქვე ამბობს ამ სიტყვებთან ერთად, რომ როგორც უმეტესწილად დგას ჭეშმარიტება უფრო მაღლა. დიმიტრი შველიძე არის ძალიან კარგი ისტორიკოსი, პირადად ესწრებოდა იმ შეხვედრას, დელეგატი იყო ერთ-ერთი და შემდეგ როცა იხსენებდა წერს, რომ ეს სიტყვები კარგი იქნებოდაო სამეცნიერო შეხვედრაზე, სადაც ფილოსოფოსები იქნებოდნენ და არა პოლიტიკოსები, ახალგაზრდები. ძალიან დიდი ხმაური მოყვა დარბაზში, სიტყვა არ დაამთავრებინეს მე მამარდაშვილს და სტვენა, ხმაური, ოღონდ ეს არა მარტო მამარდაშვილის სიტყვაზე, ყველა სიტყვა ასე მთავრდებოდა. ყველას უნდა რომ სიტყვა წარმოეთქვა, რიგი დგებოდა. ყველა ვერ ასწრებდა რასაკვირველია, მე იყო უკმაყოფილება, აი რატომ მე არ მათქმევინეთ, რატო ვიღაცას ათქმევინეთ და შესაბამისად 3 დღე გაგრძელდა ეს შეხვედრები. ქონა ესეთი კურიოზებიც ხდებოდა, 12 რომ ხდებოდა, შუაღამის 12 საათი კრების წამყვანი არ მახსოვს ვინ იყო, გამოაცხადა რომ 12 საათზეო შუქს აქრობენო თანამშრომლებიო და ამიტომ უნდა დავამთავროთო და ვეღარ მოგცემთო სიტყვასო და ჩემო კარგო ქვეყანას მღეროდნენ ყოველი დღის დასასრულს და შეასრულეს მომღერლება და ასე დაამთავრეს. ძალიან საინტერესო კრება იყო ყველაფრით აბსოლუტურად, მონაწილეებით როგორც ვთქვით, ყველა აკადემიკოსი, პროფესორები, ზუსტად გამსახურდიაც იქ იმყოფებოდა რასაკვირველია. ეს ხდება 99 წელს, ზაფხული ივნისში იყო. იმყოფებოდა მაგალითად რეზო ჩხეიძე, იქ იყო ლუიზა შაკიაშვილი, რომელიც ვახსენეთ უკვე და უამრავი ადამიანი, ვინც არ უნდა დავასახელოთ, ყველა ცნობილი აკადემიკოსი, თამაზ გამყრელიძე. უმთავრესი დავა შეეხო თუ რა ფორმით უნდა ყოველდღე გამგეობა არჩეული. სათათბირო თუ გამგეობა. შეიძლება ახლა ცოტა ისეჟღეს უცნაურად, რომ ამდენი პრობლემა საბჭოთა კავშირი არსებობს, 9 აპრილის ტრაგედია მოხდა რამდენიმე თვით ადრე და რატომ არის სადაო, საკრებულო თუ სათათბირო თუ გამგეობა. ესე იგი, გამგეობა ითვალისწინებდა, რომ უნდა ყოფილიყო ვიწრო ორგანო, შევიდოდა რამდენიმე ათეული ადამიანი და სათათბირო იქნებოდა უფრო ფართე ორგანო, ასე ვთქვათ, პარლამენტის ჩანასახი, რამდენიმე ათეული ან ასეული ადამიანით. ახალგაზრდები, მემარჯვენე, ასე ვთქვათ, რადიკალები, როგორც იყო ჭანტურია, იგივე ზვიად გამსახურდია, ითხოვდნენ, რომ ყოფილიყო გამგეობა. ვიწრო პატარა ჯგუფი, რადგან დიდ ჯგუფში დიდი ალბათობით იქნებიანო მთავრობის შეგზავნილი აგენტები მოსკოვიდან თუ თბილისიდან და ეს იყო მთავარი კრიტიკის საგანი, რომ აი ამის გამო ითხოვდნენ, რომ არ ყოფილიყო ფართე წარმომადგენლობით. არა და მეორე მხრიდან არგუმენტი იყო, რომ თუ იქნებოდა სათათბირო და ბევრი ადამიანი შევიდოდა, ბევრის ინტერესი იქნებოდა იქ გათვალისწინებული და დაემსგავსებოდა პარლამენტს. ესწრებოდნენ ამ შეხვედრას ბალტიისპირელი დელეგატები, ბალტიისპირეთის გზა ვახსენეთ უკვე. ბალტიისპირეთში ლიტვამ, შემდეგ ესტონეთმა 90 წლის მარტში გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ჩვენ 1 წლის შემდეგღა მოახერხეთ და თან ისე გააკეთეს, რომ არ დაარღვეს ფორმალურად სსრგ-ის კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციით ყველა რესპუბლიკას შეეძლო თავისუფლება და სსრგ-დან გასვლა. ასე რომ ძალიან მშვიდობიანად მივიდნენ აი ამ გზამდე. როგორც შემდეგ იხსენებდნენ, იქაც იყო თავისთავად აზრთა სხვადასხვაობა, კამათი, მაგრამ ჩვენთან რაც ნახეს, შოკირებულები იყვნენ, ქალი დელეგატიც იყო, არ მახსოვს გვარი სამწუხაროდ და ლამის ტიროდა, ეხვეწებოდა, რომ ნუ ჩხუბობთ, ნუ დაობთ, მიდით საერთო რაღაცა ერთ აზრამდე.
მაგრამ რაღაცნაირად მაინც ბალტიისპირელებს საქართველოს უყვართ და ალბათ ეს ხასიათი მათთვის ცოტა უცხო, სამხრეთული ტემპერამენტი, რაღაც როგორც ჭირვეული ბავშვი და დღემდე არ გვეშვებიან და უნდათ რომ რაღაცნაირად კარგი ქვეყანა გავხდეთ და გვემეგობრებიან. პოლიტიკაში მეგობრობა იშვიათია ხო ესეთ წრფელი მეგობრობა უფრო პოლიტიკური სიტუაციაა და ისინი მართლა გვემეგობრებიან და ჩვენ ხან ხელს ვკრავთ, ხან მივიღებთ რაღაცნაირად თავრობისგან გამომდინარე და ეხვეწებოდნენ ქართველებს იმ კრებაზე რომ ნუ ჩხუბობთ, ნუ ჭამთ ერთმანეთს, იმიტომ რომ მტერი არის გაცხადებული, ყველამ ვიცით ვინ არის მტერი და თქვენ აქ საქართველოს სიყვარულში ჭამთ ერთმანეთს, ხო ძალიან მარტივი გასაგებია, მაგრამ საქმე რაშია რომ ესე იგი ორი მხარე იყო გამოკვეთილი ინტელიგენცია თქვით აკადემიკოსები პროფესორები სახელოვანი თან მსოფლიო მასშტაბის ზოგიერთი საკავშირო მასშტაბის და მათ მიაჩნდათ რომ ინტელექტით აქვთ უფლება რომ მათი აზრი იყოს პირველ ადგილზე იყვნენ ახალგაზრდები იქაც იყვნენ რასაკვირველია მეცნიერები ახალგაზრდები რომლებიც თვლიდნენ რომ ეს არის წითელი ინტელიგენცია და მათ არ აქვთ უფლება მორალური რომ მათი აზრი იყოს ჯერ გათვალისწინებული და შემდეგ ახალგაზრდების, რომლებიც თავისი შიმშილით, თავისი თავგანწირვით 9 აპრილს იქ ბევრი ტანკების წინ იდგა, ბევრი ციხეში იჯდა და მათ ბრძოლით მოვიდა ის შედეგი, რაც იყო სახალხო ფრონტის შეკრება. და შესაბამისად ეს ორი აზრი იყო ძალიან საპირისპირო, ძალიან განსხვავებული, დათმობა ნიშნავდა მათთვის, აი როგორც მე გია ჭანტურია იძახდა, აგერ ჩავალ ბარემ მაკიაველის სიტყვები მოიტანა, ჩვენ ვიცით მამარდაშვილის სიტყვა ვნახეთ, რომ ჭეშმარიტება დგას მაღლა უფრო და ჭანტურია მაკიაველის სიტყვები, რომელსაც ხშირად იმეორებდა ინტერვიუში განაცხადა, რომ წავიკითხავ, როცა საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, ჩვენი ქმედება არ უნდა შევაფასოთ სამართლიანია თუ უსამართლო, საქებარია თუ საძრახისი. არამედ ანგარიში არ უნდა გაუწიოთ არაფერს და მივიღოთ მხოლოდ სამშობლოს ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება. ესე იგი, საპირისპირო მოსაზრება აბსოლუტურად და გამოვიდა ისე დანარჩენი წლები, რომ აი ესე ორი გზით მიდიოდა, ერთი თვლიდა რომ სამშობლო, საქართველო, მეორე თვლიდა რომ არა, ჭეშმარიტება და სიმართლე და ასეთი განწყობით რასაკვირველია, არავის და არაფერს გაითვალისწინებდა არც ჭანტურია, არც იგივე ირაკლი წერეთელი. ირაკლი წერეთელი ძალიან საინტერესო ფიგურა, პირველი იყო, რომელიც ითხოვდა საქართველოს ნატოში მიღებას, აი იმ წლებიდან დაწყებული, ცნობილია რომ ხშირად შიმშილობდა 91 წლის შემოდგომაზე მხედრიონი შიმშილობდა ოპერასთან, მხედრიონის წევრები. მათი მოთხოვნა იყო, რომ ხელისუფლებას შეეჩერებინა დეივნა და ასე შემდეგ. ხელისუფლების მომხრები პარლამენტთან შიმშილობდნენ. ისინი ითხოვდნენ, რომ მხედრიონი აელაგმა ხელისუფლებას და წერეთელმა დაიწყო ცალკე შიმშილი, რომ რაღაცნაირად მორიგებულიყო ეს ორი ბანაკი, მაინც მოახერხა გამონახა მიზეზი და ასე ვთქვათ მესამე მხარე დაიკავა და მაგრამ იმ დროს წერეთელი თუ იგივე ჭანტური ირაკლი ბათიაშვილი ძალიან ესეთი რადიკალური მხარე ჰქონდათ. ზვიადიც რასაკვირველია ამ მხარეზე იყო. ზვიადის ფიგურა ძალიან საკამათო, როგორც არ უნდა შეაფასო, კმაყოფილი არავინ დარჩება, ყველა მაინც იტყვის, რომ შეაქებ თუ გააკრიტიკებ, ვიღაც მაინც გამოვა და აი რატო აკრიტიკებ ზვიადის. ქონდა მისი ცხოვრებიდან გამომდინარე რასაკვირველია, მისი პიროვნებიდან, იმ გარემოებიდან ძალიან ბევრი იყო, ასე ვთქვათ, მეორადი. ზვიადიზე რომ ხდებოდა დარტყმა, მე ზვიადი პასუხობდა და დარტყმა აღარ ჩანდა და ჩანდა მარტო ზვიადის პასუხი და გამოდიოდა რომ თითქოს მხოლოდ ზვიადია დამნაშავე. მით უმეტეს ზვიადის გაქცევიდან თუ როგორც არის წასვლის შემდეგ, მისი სიკვდილის შემდეგ მთელი შავი პიარი აგორდა, მის წინააღმდეგ ყველაფერი მას დააბრალეს შევანაძის პერიოდში და ეს განწყობა დღემდე ბევრს ისე შემორჩა. იყო რასაკვირველია პატრიოტი უაღრესად ძალიან განათლებული, მაგრამ ფეთქებადი ძალიან მარტივად შეეძლო ადამიანისთვის აგენტის სიარლიყის მიწებება. აქაც თავს იმართლებდა რომ მე რომ აკრიტიკებენ და მადანაშაულებენ, მე შესაბამისად რატო არ უნდა დავადანაშაულო მეორე მხარე, თან დარწმუნებული იყო. თვლიდა რომ მისი გზა არის ერთადერთი სწორი გზა. ამაში იყო დარწმუნებული აბსოლუტურად და თვლიდა რომ ესე იგი მის პიროვნებას კი არ აკრიტიკებენ იმ გზას რაც სწორია საქართველოსთვის და ამიტომ პირად კრიტიკას იღებდა როგორც საქართველოს წინააღმდეგ კრიტიკას და წინააღმდეგობას და
თუ ასე ფიქრობ, მაშინ თავისთავად უკვე გამოდის, ბუნებრივია რომ ვიღაცა მოღალატე, რომელიც ებრძვის მთლიან ქვეყანას და არა ერთ კონკრეტულ ადამიანს და შესაბამისად იგივე ჟურნალისტები ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქვე ბარემ ვახსენებ დასავლეთთან ურთიერთობა, რომელიც ძალიან გაფუჭდა და ვერც გამოსწორდა ზვიადის მმართველობის პერიოდში, პირიქით უფრო და უფრო დამძიმდა. ამაში მონაწილეობას იღებდა რუსეთის ძალიან ფართექსელი აგენტების, როგორც საქართველოში, ისე ევროპა-ამერიკაში. მაშინ კიდე ბევრს არ ჯეროდა, რამდენად გრძელი საცეცები ჰქონდა საბჭოთა კავშირს და მერე რუსეთს და დღეს აი ბოლო წლებში ირკვევა, რომ თურმე მათზე მომუშავე იქნება იქ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ძალიან გავლენიანი თან და მაშინ კიდე არ ჯეროდა და ზვიადი რომ იძახდა, რომ რუსეთი ამას მიზანმიმართულად აკეთებს საბჭოთა კავშირი ჯერ კიდე. იქიდან დაცინოდნენ და Times-ის ჟურნალისტმა როგორ შეაფასა პარანოიდული აკვიატებები აქვსო, პარანოიდული შოვინიზმი აქვსო ზვიად გამსახურდიას. Newsweek-ი ასეთი გაზეთია იქ დაწერა ჟურნალისტმა, რომ ახალი სადამი შეარქვა, ჰუსეინს შეადარა და აი ამ დონეზე და როცა ზვიადი ვიძახდა რომ საქართველოში ამზადებენ სამოქალაქო ომს, ამის უკან დგას საბჭოთა კავშირი და ამაზე დაცინოდნენ, რომ პარანოიდული რაღაცა შეტევა აქვსო და არა და სორს იძახდა, მაგრამ მეორე მხარეა ზვიადის ტერმინოლოგია, რომელიც იყო ცოტა მოძველებული, ეპოქას აცდენილი, იმ დროში ალბათ ასე ხისტად არ უნდა ელაპარაკა, ასე მკვახედ არ უნდა ესაუბრა დასავლეთთან. თუ მიაჩნდა რომ დასავლეთი არის ხსნა აი ამ იმპერიისგან, რაღაცნაირად ალბათ მოეთმინა და მახსენდება ახლა ზელენსკი რო შეხვდა ტრამპს და ძალიან ესეთი საუბარი ქონდათ ხო და ტრამპი რო ეტად უქსავდა, ეჩხუბებოდა, ზელენსკიც ეპასუხებოდა, ძალიან რთულია და ეს ერთი შეხვედრა იყო თან და ზვიადიზე ასეთი დარტყმა მოდიოდა წლები. და როგორი ამისი ატანა, როცა მისი ძალიან ბევრი მეგობარიც კი გადავიდა არათუ ნეიტრალურ მხარეზე საპირისპირო ბანაკში და როგორია ხო შენი თანამებრძოლები წლები რომ ერთად ხარ და უცებ ის შენ მოწინააღმდეგ გამოდის და რაღაცა გლანძავს გთათხავს. როდესაც უზენაესი საბჭოდან გავიდა, ეს მოხდა 91 წლის ოქტომბერში 39 დეპუტატი. ზვიადი ეხვეწებოდა მართლა ეს თხოვნის ფორმა ქონდა რომ დაბრუნდით და რაღაცნაირად მშვიდობიანად მოვაგვაროთ ეს კონფლიქტი მეორე მხარესთან თქვენთან არ დაბრუნდნენ, იმიტომ რომ ისე ღრმად იყო წასული ეს დაპირისპირება, რომ ისინიც არ ბრუნდებოდნენ ალბათ, ხო? ესეთი ცუდი ვითარება იყო. ილია ჭავჭავაძის საზოგადოება წეღარო ვახსენეთ, ეს გამგეობის წევრები, პრინციპში მიხეილ ქურდიანი, ძალიან ცნობილი ასევე მეცნიერი პოლიტიკოსი, რაც რამე პარტიები დაარსდა შემდეგ, უმეტესობა ამათი დაარსებული იყო და აიქენა წამოვიდა. ვახტანგ ძაბირაძე იყო კიდე შემდეგ ახლოს ამ საზოგადოებასთან, რესპუბლიკელი გადასახლებაში იმყოფებოდა და იხსენებს ერთ ეპიზოდს, რომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ დეკემბერში მოაწყო პირველი აქცია თბილისის საქართველოს მასშტაბით დიდუბის პანთეონთან და გაიხსენეს იქ 21-ში დაცემული საქართველოსთვის მებრძოლი ადამიანები. სულ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, მაგრამ რადგან პირველი იყო, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, ჩაიარა თან მშვიდობიანად და მილიციამ ხელი არ შეუშალა. ესე იგი, ადამიანებმა ირწმუნეს, რომ თურმე შეიძლება მშვიდობიანად გამოხვიდენ, გააპროტესტო, გაიხსენო ის რაღაცა წარსული, ეროვნული საკითხები და ამის მერე 88-ში უკვე უფრო და უფრო გააქტიურდა აქციები, რაოდენობა მიმატა ადამიანების და იქაც არ იყო ზვიადი. ვახტანგ ძაბირაძე წერს, რომ არც მე დამიძახესო, მაგრამ მივედიო, გავიგე რომ იკრიბებიან იქ, კოსტავა იმყოფებოდა, იქ ზვიადის მეგობრებიც იყვნენ რასაკვირველი, მაგრამ ზვიადი მაინც არ მივიდა, ამით აჩვენა თავისი უკმაყოფილება, რომ ანუ ფიგურა, რომ ის უნდა დაპატიჟონ და რადგან არ დაუძახეს, არ მივიდა. ასე ზვიადიც აღრმავებდა მოკლედ რაც შეეძლო. ეს საზოგადოება მეოთხე დასი, სამი ლიდერი, ხო, გამსახურდია კოსტავა ჭანტურია. დღემდე მიკვირს როგორ მუშაობდნენ ერთად, დაახლოებით 1 წელი ჭანტურია და ზვიად გამსახურდია, აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟის ადამიანები, განსხვავებული ლექსიკა, აზროვნება, ყველაფერი განსხვავებული, მაგრამ კაიხანი ალბათ ზვიადი ჭანტურიაში ხედავდა ძალას, რომელიც ახალგაზრდებს გაუკეთებდა მობილიზებას და ასე ვთქვათ, იმ მეორე რადიკალურ მხარეს. და შეიძლება იმედი ქონდა, რომ
თავისი ფთის ქვეშ ეყოლებოდა, მაგრამ არ გამოვიდა, კი იცით. ჭანტურიამ, როდესაც დააპატიმრეს 91-ში, ციხიდან მოიწერა, იყო თავისთავად ნაბიჯების შერიგებისკენ ომამდე, რომ ციხიდან მოიწერა, ვინც შერიგებისკენ ნაბიჯს გადადგამსო, ის პარტიიდან გაირიცხებაო, ედეპეს თავის პარტიას მიმართა, იმის ნაცვლად რომ მეთქვა რომ იქნება და შერიგება და ავიცილოთ ომი, არა, პირიქით აღრმავებდა ციხეში მჯდომი, მოუხდებოდა რომელიმე ბოლშევიკს, ლენინის რომელიმე თანამებრძოლს, მაგრამ საქართველოში როცა შიდა განხეთქილება იყო, არ ვიცი ხო ასეთი განცხადება. ჭანტურია? არა, არ მგონია. ზოგადად ბევრი აგენტი, ხო, ბარემ შევეხები ამ მაინც ვერაგული თქვენს და ბევრი აგენტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ არიო სიტუაცია. საგმარისია სულ რამდენიმე აგენტი, ან შეიძლება აგენტიც არ იყოს, ადამიანები, რომლებიც შეასრულებენ იმ როლს, რაც შეიძლება აგენტს ჰქონდეს დაკისრებული. განსხვავებული შეხედულებების, რომლებიც მზად იქნებიან, რომ შეხედულების გამო იარაღიც აიღო ხელში, პატრიოტები თუნდაც, მაგრამ თავარია რომ ამ პატრიოტებში ორი ბანაკი გაჩნდეს და მე რაღაცნაირად წააქეზო, წაასისინო ერთმანეთზე. ასე რომ ჭანტური არ მგონია, ირინა სარიშვილიც არ ვიცი, რთული სათქმელი. ირინა სარიშვილიც არა ალბათ არის ძალიან ნანობს ხოწლებია, სუტირილით და ნანობს და ამბობს რომ არ უნდა ექნა, არ უნდა გაეკეთებინა. რამდენიმე წლის წინ ამოუქეკეს კიდე და თან ახლა მარტო არის, შვილები ამას შვილებს რდის ხო და გექნებათ ნანახი ვიდეო, ზუსტად გამსახურდია სიკვდილს რო აღნიშნავს და რო უხარია ზეიმობს და ეგ გაუხსენეს კიდე და ამაზე მე ცალკე ბუდიშებს იხდიდა კიდე და არ ვიცი თუ არ გვექნება მტკიცებუნება აი რაღაცა დოკუმენტი ამოღებული რომ სარიშვილი რაღაცა ფორმით მაგრამ მაგაზეც მე შეგვიძლია ვთქვათ რომ გაყალბებულია და არ ყოფილა აგენტი და ვიღაცა მე შეთითხნა ეს საქმე და ესეც ხო ძალიან კარგად ეხერხებოდათ რომ ეჭვის მიტანა რომ ვიღაცა აგენტია უბრალოდ ხმის გავრცელება ის შეიძლება სულ არ იყო აგენტი მაგრამ რადგან ერთი ეჭვი გაჩნდებოდა ადამიანს რო აბრალებს შენ აგენტი ხარ მართალ ადამიანს. მე ის ხო ფიქრობს რომ მე რო ვიღაცა მაშავებს მართალ ადამიანს. ესე იგი რაღაცა მართულია ის ხო და მე ესეც აპოსხოთ იძახდა რომ მე ვიცი რომ მართალი ვარ და აი რადგან შენ მართალ კაცს მაბრალებ, ესე იგი შენ გაქვს რაღაცა და შესაძლოა შენ ხარ აგენტი და ასე იყო მე ორი მხარე ერთმანეთს აგენტი ხარ. ღირსების სასამართლოზე გახსოვთ ხო რატო დაიწყო? ზვიადიზე დაწერა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრმა ლაშქარაშვილმა მე მგონი სადღაც გაზეთში რომ თანამშრომლობსო აგენტიო არ უთქვამს. არ დაწერა უთხრაო ვიღაცას უთხრაო რომ ზვიადიზეო ასე გავიგეო. ესე იგი ვიღაცის ნათქვამისგან გაგებული რომ თურმე ზვიადიზე ვიღაცამ სადღაც რაღაც თქვა. და ამაზე მოეწყო ღირსების სასამართლო, შეიკრიბნენ ზურა ჭავჭავაძე იყო მთავარი მოპასუხე, იმიტომ რომ ლაშქარაშვილი საფრანგეთში იყო და მე ბოლოს ხდომა ისე წარიმართა ეს ეგრეთ წოდებული სასამართლო რომ ორი მხარე ერთმანეთს აგენტი ხარ ეძახდნენ. და ჯაბა წამოდგა, იქ მე მგონი სულ რაღაცას იძახის ორ ეპიზოდში. ჯაბა იოსელიანი ხო უცნაური ფიგურა და ქარიზმა ჰქონდა ახლა და თან კანონიერი ქურდიც იყო ხო და წამოდგა და იძახის რომ ხალხო, რას ვთხოვთ ვაკო დასაბუთებას? ერთმანეთს პირში ეძახით აგენტსო და იმაზე რას დაობთო? იქ ვიღაცამ რაღაცა რო თქვაო. იქ ერთმანეთს ეძახდნენ იმ შეკრებაზე და უაზრო იმაში გადაიზარდა, რომ იქვე ერთმანეთი ლანძღეს და აგენტები ეძახეს და ასე რომ სულ არ იყო საჭირო ვიღაცა აგენტი ყოფილიყო, მთავარი რომ გონებოდათ, რომ ვიღაცა შენი მოწინააღმდეგე თუ შენი პარტიელი აგენტია. ასე რომ შემდეგ უკვე ეს პროცესი რო აგორდებოდა, იმის გაჩერება წარმოუდგენელი და ვერც შეჩერდა ეს პროცესი საბოლოო ჯამში. ესე იგი 99 წელს 9 აპრილს შევეხოთ ხო წინაზე ვისაუბრეთ, მაგრამ შევეხოთ ასე ვთქვათ ეროვნული მოძრაობის მხრიდან როგორ მოხდა და როგორ დაინახეს შემდეგ ეს მოვლენები. დაიწყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოება. დაიწყეს მათ ძალიან ზომიერად მჯდომარე აქცია მოაწყვეს და აპროტესტებდნენ აფხაზეთის საკითხს. ლიხნის წერილი რომ იყო აფხაზეთის და შემდეგ თამრიკო ჩხეიძე აცხადებდა რომ ჩაერიუნენო რადიკალებიო ზვიადის გულისხმობდა ჭანტურიაც მაშინ ერთად იყვნენ და მოითხოვესო საქართველოს დამოუკიდებლობა. რაღაცნაირად საყვედურით რომ მათმა დაუფიქრებელმა ქმედებამო და ძალიან ცუდი რაღაც გამოვიდა საბოლოო ჯამში რომ გამოიწვიაო საბჭოთა ჯარის შემოსვლა შემდეგ და გამოვიდა რომ ზვიადის აბრალებდა აი ამ ქმედებას და ახლა წარმოიდგინეთ ზვიადის
აზრი ამას რო გაიგებდა რომ თამრიკო ჩხეიძე აბრალებს რომ თურმე ის დარბევა რაღაცნაირად ზვიადიზე და მერაბზე და მათზე გადავიდა და ამაზე რასაკვირველია პასუხობდა მერე და უარეს რაღაცებს ეუბნებოდა და ასე რომ 4 აპრილს დაიწყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ, შემდეგ 6-დან უკვე ჩაებნეს სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის კოსტავა ზვიადგამსახურდია დანარჩენი კი სადაც ყველაფერი ძალიან ცნობილია, მოხდა ის ტრაგედია და 9 აპრილის მომდევნო დღეები, რამდენიმე კვირა იყო ალბათ ყველაზე მეტად შეკავშირებული ქართული საზოგადოება. მათ შორის ინტელიგენცია, ის აკადემიკოსები, რომლებიც აბრალებდნენ ეროვნულ მოძრაობას, რომ რაღაცა გამყიდველებს უწოდებდნენ, ყველა ოპოზიციური ძალა ძალიან გაერთიანდა ამ ტრაგედიით. არ არის უცნაური ტრაგედია ადამიანს აახლოებს და ასე მოხდა ამ შემთხვევაში. სამწუხაროდ დიდხანს ვერ გაგრძელდა და მალევე ისევ თავი იჩინა. ისევ აი 9 აპრილიდან რომ არის ვისი ბრალი იყო, ვინ როგორ მოიქცა, ვინ სად იყო მაგ დროს, მაგის ძიებაში, ისევ ერთმანეთს თითის ხელის გაშვერა და შემდეგ რომ დაფიქრდნენ, ჯერ არ იყო დაპირისპირება ძალიან ღრმა და ძალიან სწორად გადაწყვიტეს, რომ სანამ საბოლოოდ ერთმანეთს წავეკიდეთ, მოიწვიეს ის ცნობილი სახალხო ფრონტი, რომელზეც უკვე ვისაუბრე. იქ 2000-მდე დელეგატი იყო, ნოდარ ნათაძემ აირჩიეს თავმჯდომარედ. ძალიან კარგი ფილოსოფოსი, ძალიან პატრიოტი, კარგი ადამიანი, მაგრამ აი იმ დინებებში რომ ვერ გაერკვა და მე არ ვიცი, ვერ დავადანაშაულებ ვერავის, იმიტომ რომ თავი რო წარმოვიდგინოთ, რას გავაკეთებდით, მით უმეტეს თუ ტრიალებ მოწინავე პოზიციაზე. მოწინავე პოზიციაზე ყოფნა ნიშნავს, რომ შენ თავზე იიღებ პროცესებს, უნდა წარმართო კიდეც, ვერ იტყვი, როცა ესეთი რთული ვითარებაა, რომ ქუდი დავიფარე და წავედი, კარგად იყავით, ეს მით უმეტეს ღალატია, ხო, რაღაც იმ საქმის, იმ ადამიანების, იმ ქვეყნის და მით უმეტეს წლები რო ჩაბმული ხარ ამ მოძრაობაში და შენი ბრალიცაა თუ დამსახურებაცა რაც იქ ხდება. და მერე მცდელობაში რომ გამოასწორო, ზოგჯერ შეიძლება უარის შეცდომა დაუშვა, მით უმეტეს ის ხალხი ებრძოდა რუსეთის საბჭოთა იმპერიას უზარმაზარი რესურსით, გამოცდილებით, როცა არათანაბარია ძალები, ძალიან ძნელია წინააღმდეგობის გაწევა და ესე მიფიქრია ხოლმე, რომ საქართველო არის მანქანა, რომელიც არის ძალიან გაფუჭებული მანქანა, მოკლედ, ბევრი პრობლემით, რომელიც მიდის ძალიან ცუდ გზებზე, რთულ რელიეფზე და დამოკიდებულია მძღოლზე, ეს მანქანა როგორ გაივლის. გაფუჭდება, გადავარდება და შესაბამისად ძალიან იშვიათია და რთულია, რომ სწორად და კარგად ატაროს მძღოლმა, იმიტომ რომ მანქანაა თვითონ დაზიანებული, იმიტომ რომ ის გზა არის გარშემო ეს სიტუაცია და პირიქითაც ყოფილა ოღონდ, ყოფილა თქვათ მანქანა გამართული, მაგრამ მძღოლი არ ვარგა, ანუ კარგი გზა ყოფილა, კარგი მანქანა, მაგრამ მძღოლი არ ვარგოდა და ოღონდ მძღოლი როგორც წესი ბევრი კარგი ყავდა, ვახტანგ მეექვსე მაგალითად, ერთ-ერთი საუკეთესო მეფე ჩვენ ისტორიაში, უბრალოდ ისეთ ვითარებაში მოუწია მეფობა, რომ რაც გააკეთა, ისიც ბევრი იყო, მოკლედ მაქსიმუმი გააკეთა და ასე რომ იმ ვითარებაში რომ მოიწვიეს ეს სახალხო ფრონტის ყრილობა, იქაც ისევ ბრალდებები ზვიადი იძახდა, რომ თუ ავირჩევთ სათათბიროს, ანუ პარლამენტის ფორმას, მაშინ რომ საერთოდ ჩავშლიო ამ ეროვნულ სახალხო ფრონტს, 2000 ადამიანია შეკრებილი და იმუქრება ერთი წევრი რომ ჩავშლიო ამ გაერთიანებისთვის გადადგმულ ნაბიჯს და ალექსანდრე ჯავახიშვილი იყო ასეთი პროფესორი, ისტორიკოსი. სხდომა დატოვა პროტესტის ნიშნად. მეორე დღეს თუ მესამე დღეს 4 დღიანი იყო, ხო. წავიდა სხდომიდან. ატყდა ამაზე ყვირილი, ყაყანი, არა თქვენი ბრალია, არა იმის ბრალია, ამის ბრალია. შემდეგ დააყენეს საკითხი, რომ მოდი კენჭი ვუყაროთ, რომ დაბრუნდესო უკანო. ანუ ის კი არ თქვეს, რომ მოდი ერთპიროვნულად თხოვოთ ადამიანს, რომ დაბრუნდეს, იმიტომ რომ წავიდა, კონკრეტული ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა და ამის გამო წავიდა და კენჭი რო უყარეს ზუსტად რაოდენობა 470, 477-ს, ესე იგი 470-მა თქვა, რომ არ დაბრუნდესო. 477-მა თქვა, რომ დაბრუნდეს. მაგრამ იმ ადამიანს ხო უთხრეს მე ალექსანდრე ჯავახიშვილს, რომ 470 ადამიანს არ უნდა შენ იქ ნახვა. კაცი რომელიც გაანაწყენეს და გააძევეს და თან აქედან ეუბნება რომ აღარ მოხვიდე საერთოდ და პროფესორი, ძალიან ღირსეული დაფასებული ადამიანი და აი ესეთი რაღაცნაირი დამოკიდებულება იყო. ვფიქრობ ამაზე, რომ საბჭოთა კავშირში ხო თავისთავად იყო ერთი პარტია ფიქრობდა, ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული იყო და მარტივი იყო იქ ცხოვრება. არ გინდოდა ლავირება, რაღაცების მოგონება, წინააღმდეგობა და უცებ რომ იგრძეს თავისუფლება, ყველას დაებადა, გაუჩნდა ახალი იდეა, სურვილი
რომ თავისთავად წარმოეჩინა თუ ხო ალბათ რაღაცა ასეთი იყო და ამოხეთქა ამ დაგროვებულმა ენერგიამ და მით უმეტეს ქართული ხასიათი, ტემპერამენტი და შემდეგ რეზო ჩხეიძეც ასევე განაცხენდა, მაგრამ დაბრუნდა და ბოლოს აირჩიეს გამგეობა. ის ვიწრო პატარა ჯგუფი, რაზეც თავიდან იყო კამათი. იქ შევიდა რეზო ჩხეიძეც, მერაბ მამარდაშვილი, რაღაცნაირად შემოიგეს ეს ხალხი. მანამდე მამარდაშვილი იძახდა, რომ მე არ მინდაო გამგეობის წევრად, მე ფილოსოფოსი ვარო, მე ჩემი საქმე მაქვსო, დაითანხმეს. რეზო ჩხეიძე იძახდა, მე ფილმი უნდა გადავიღო, რეჟისორი ვარო, აქ რა მინდაო. დავით აღმაშენებელი უნდა გადავიღო. ოღონდ დღემდე არ გადავუღიათ აღმაშენებელზე. ბევრმაც სადა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ და რეზო ჩხეიძეს დაითანხმეს და გამგეობაში შევიდა. ნაირა გელაშვილი ძალიან ცნობილი მწერალი, ამ გამგეობის წევრი, რამდენიმე ახალგაზრდა იყო, დათო ტურაშვილი მაგალითად, დღეს უკვე ცნობილი მწერალი, მაშინ ასე ვთქვათ, სტუდენტების წარმომადგენელი იყო და ასე შევიდა. ზვიადის რამდენიმე ზვიადისტი ასე ვთქვათ, ზვიადის მომხრედ შევიდა და ასე რომ ეს გამგეობა ჩამოყალიბდა, ნოდარ ნათაძე აირჩიეს ხელმძღვანელად. მაგრამ მალევე თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, იქ არიან ასე ვთქვათ, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და იმის ნაცვლად, რომ ეს გზა განევითარებინათ ერთიანი და მშვიდობიანი, გამსახურდია გავიდა და მისი მომხრები ცალკე ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტი დაარქვეს. ჰელსინკის კავშირი, EDP, ჭანტურია სარიშვილი, ილია მართლის საზოგადოება, მონარქისტები, ასეთი პარტიაც იყო, ჟორჟოლიანი იყო მისი ლიდერი, მონარქისტი, კონსერვატორები, მე მგონი ასე ერქვათ. და განაცხადეს, რომ ისინი არიან ცალკე ორგანიზაცია და აღარ ემორჩილებიან სახალხო ფრონტს. ეს ნოდარ ნათაძე აქციაზე, ასათიანი გამსახურდია. ხო, ეს სახალხო ფრონტის გამგეობა, რამდენიმე ადამიანი აგერ მაქვს ამოწერილი, ლანა ღოღობერიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, გია ბუღაძე, დავით ბერძენიშვილი, ასევე ახალგაზრდა მაშინ რესპუბლიკელი, ადამ არშანია ცნობილი, სულ 33 ადამიანი აირჩიეს, ვიღაცამ იქვე იხუმრა, რომ რეჟისორების გამგეობა ხო არ დავარქვათო, ელდარ შენგელაიაც იქ იყო, კიდე სხვადასხვა რეზო ჩხეიძე და სხვადასხვა რეჟისორები და ასე რომ ძალიან უცნაური გამგეობა მივიღეთ, წეღანაც ვახსენე, რომ იურისტები, ეკონომისტები, ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველს, იურისტების გარეშე, როგორ შეიძლება სახელმწიფო ააწყო, შეიძლება იომო, აჯანყდე, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიღაცამ ხო უნდა კანონი მიიღოს, ის სწორი კანონი მიიღოს და ასე შემდეგ და რაღაც ცივი გონებით შეხედოს, ხო? რაც არ უნდა ცუდი იყოს ის რაღაცა იურისტი და იმ კუთხით თუ შეხედავთ, რომ პროკურორი, მოსამართლე და ადვოკატი, მათ აქვთ ამის უნარი, რომ გარკვეული ჩარჩოები და შემდეგ ეს შეაფასონ, ხო და ეს ადამიანები იყვნენ ძალიან პატრიოტი, ჯანსუღ ჩარკვიანი გამოდიოდა ლექსებს იძახდა მაგალითად გადასარევად, მაგრამ საქმე ლექსებით ნაკლებად კეთდება. და მივიდეთ არჩევნებზე. ოღონდ არჩევნებამდე მოხდა კიდე რამდენიმე ძალიან უსიამოვნო კონფლიქტი. ესე იგი 90 წლის მარტში, მაშინ გივი გუმბარიძე იყო, ჩაინიშნა პარტიული, როგორ ერქვათ მაშინ იქ, ყრილობა, არჩევნები ჩაინიშნა, ოღონდ კომუნისტური პარტიის ეგიდით. პარტიები არ მიიღებდნენ მონაწილეობას, მიიღებდნენ ცალკეული ადამიანები და მათ შორის ოპოზიციიდანაც რასაკვირველია გამარჯვების შანსი ჰქონდათ. ბალტიისპირეთში ასე მოხდა, ჩაინიშნა საბჭოთა მთავრობამ არჩევნები და 2/3 აიღეს ეროვნულმა ძალებმა. შესაბამისად ამ ეროვნულმა ძალებმა გამოაცხადეს მერე დამოუკიდებლობა. ანუ ძალიან მარტივად მოხდა, შეყვნენ თამაში საბჭოთა ხელისუფლებას და იმავე წესებით მოუგეს, რაც ჰქონდა მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებას. ჩვენთან რატომღაც გამოაცხადეს, რომ ჩვენ თუ ამ წესებით ვეთამაშეთ, შანსია რომ ისევ კომუნისტებმა გაიმარჯვონ, ამიტომ ბოიკოტი გამოუცხადოთ არჩევნებს. დაიწყო ამის გამო შიმშილი, დემონსტრაციები, აქციები. ნოდარ ნათაძე იძახდა, რომ მივიღოთ მონაწილეობა მარტის არჩევნებში, თუმცა არ მოусმინეს და ასე რომ კომუნისტურმა ხელისუფლებამ ეს არჩევნები გააუქმა და ჩანიშნა ოქტომბრის არჩევნები. მერე უზენაესი საბჭო რომ დაერქვა. ამაზე უკვე განაწყენდა დანარჩენი ვინც იყვნენ იქ წერეთელი, ჭანტურია ეს ჯგუფი და გამოაცხადეს რომ ჩვენ გავდივართ ცალკე და ვნიშნავთ არა საბჭოთა ხელისუფლების დანიშნულ არჩევნებში, არამედ ჩვენ არჩევნებს დავნიშნავთ. და შეიძლება გახსოვთ კონგრესი, ეროვნული კონგრესი აირჩიეს. ამაზე, ესე იგი, ზვიად გამსახურდია უკვე აპირებდა ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას და მისი მრგვალი მაგიდან ბლოკი გაერთიანება რო შეიქმნა.
და აგვისტოში თუ სექტემბერში 90 წლის განაცხადა რომ და ეს არის მიიჩნევა რომ ერთ-ერთი პირველი გაფრთხილება რომ შეიძლება სამოქალაქო ომი მოხდეს და ამბობს რომ თუ ეროვნულ კონგრესს აირჩევთ გამოვა ორ ხელისუფლებიანობა იქნება უზენაესი საბჭო ეროვნული კონგრესი და ჩვენ ეს მიგვიყვანს ომამდე ესე იგი წლით და რამდენიმე თვით ადრე იძახის ამას 91-ში მე თავისთავად გახშირდა ამისი განცხადებები ასე რომ ეროვნული კონგრესი ჩატარდა არჩევნები გამოაცხადეს რომ მონაწილეობა მიიღო 2.900.000 მამორჩეველმა და ხმა უბრალოდ 2.900.000 ამომრჩევლიდან 1.5 მილიონმა მიიღო მონაწილეობა. ესე იგი 50%-ზე მეტი გამოცხადდა და ლეგიტიმურია მათი არჩევნები. ოღონდ როგორც თვითმხილველები იხსენებენ 1.5 მილიონი რომ მივიდეს საარჩევნო უბნებზე დიდი რაოდენობაა და არ იყო ნამდვილად ამდენი რაოდენობა. გარდა ამისა სია იყო აცდენელი, იმიტომ რომ 3.400.000 იყო ამომრჩეველი და ამათ თქვეს რომ 2.900.000 იყო, 9.5 მილიონი ჩამოაკლეს, რომ თავისი პროცენტი გაემართლებინათ, რომც მისულიყო 1.9 მილიონი, 3.400.000-დან გამოდის 42%. და გამოვიდოდა, რომ მათი არჩევნები არის არალეგიტიმური, 9.5 მაინც უნდა მისულიყო. მაგრამ დაწიეს ეს რაოდენობა და თავისთავად თუ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ იტყუება ეს ეროვნული კონგრესი, მაგრამ მათ მოიწვიეს სესია ჩაატარეს, აირჩიეს გამგეობა, ძალიან ცნობილი სახელები იმ გამგეობაში ისევ, მერაბ მამარდაშვილი მაგალითად, რატო არ ეშვებოდა არფესვის ძალიან მიყვარს მამარდაშვილი და ჯიუტად ისევ თან ესეთი ძალიან საეჭვო არჩევნებით, როდესაც კონფრონტაცია უკვე გაღრმავებულია და მაინც ერთი მხარე აირჩია. აქ ალბათ უფრო სწორი იქნებოდა ცალკე და იქიდან შეფასება და რჩევის მიცემა, მაგრამ მაგალითად მწვანეებმა ორივეში მიიღეს მონაწილეობა. გია ბარამიძე, ზურა ჟვანია, ესე იგი ეროვნული კონგრესის წევრებიც გახდნენ და მე უზენაესი საბჭო რო აირჩიეს უკვე მრგვალი მაგიდა რო იმარჯვებს, იქაც წევრები შეიყვანეს. ეს თქვა თუ არესი გამოვიდა. იმიტომ რომ არც ერთი მხარე ენდობოდა უკვე არც მეორე. ორივე იძახდა რომ შენ ხარ იმათთან, შენ ხარ იმათთან. არა და ამათი მიზანი იყო რომ იქნება შევარიგოთ, მოდი ორივე განვიქნებით და შერიგება კი არა და უარესი გამოვიდა. 28 ოქტომბერს ჩატარდა უზენაეს საბჭოს არჩევნები, ეს იყო ნამდვილად ლეგიტიმური, იმიტომ რომ 3.400.000 ამომრჩევლიდან გამოცხადდა 70%-მდე 2.9 მილიონი. პროცენტები გვაქვს აგერ, მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო იმარჯვებს. კომუნისტური პარტია, რომელმაც 30%-მდე აიღო, იყო პოპულარული, თან ისეთი სახეები ყავდა შეყვანილი, მე გაცილებით გვიანახე სია და ძალიან გამიკვირდა. მზეკალა შანიძე მაგალითად 90 წლის არჩევნებში რომ ისევ კომუნისტური პარტიის ეგიდით მიიღებ მონაწილეობას, ეხლა კრიტიკით არ ვამბობ, მაგრამ უცნაურია. როინ მეტრეველი და რაღაც ესეთი ევგენი ხარაძე, მეცნიერი, გამყრელიძე თამას გამყრელიძე და თან რა იყო კიდე ნაკლი ჩვენი იმ პერიოდის დეპუტატების, ახლა ყველა პერიოდს თავისი ნაკლი აქვს, მაგრამ საბჭოთა დროს ხომ იდეაში დანიშნული დეპუტატები იყვნენ. არავინ არ ეკითხებოდათ მათ, ეტყობდნენ რომ შენ უნდა გახდე დეპუტატი, დაუშვათ 1970 წელს და მიყავდათ ცნობილი სახეები. ერთადერთი მათ მოეთხოვებოდათ რომ ყოფილიყო ცნობადი სახე, მეცნიერი, რეჟისორი, არანაირი არც საკითხი უნდა ცოდნო და არავინ მას არაფერს ეკითხებოდა, ხელს აწევდა, ტაშს დაუკრავდა, დამთავრდა. და ხო, მაგრამ დღეს მაინც ცდილობენ შეარჩიონ პროფესიული კუთხითაც, რომ რაღაცა ჯგუფები მაინც იყვნენ და იმ პერიოდში საერთოდ არ იყო, იქ წყდებოდა მთავრობა წყვეტდა და ეს რაღაცა რაც იყო პარლამენტი თუ სხდომა რო იყო ეს პოლიტბიუროს, ეს იყვნენ უბრალოდ ტაშის დამკვრელად და ასე რომ 90-შიც ასეთი ტაქტიკა ქონდა, ცნობადი სახეები და შემოიცათ მოხდნენ ეს ადამიანები. შემდეგ 91 წლის ნოემბერში აუკრძალეს ყოველგვარ სათათბიროში მონაწილეობა კომუნისტურ პარტიას. ეს უკვე ძალიან რომ დაიძაბა ვითარება და გაყარეს, ასე ვთქვათ, უზენაესი საბჭოს სხდომებიდან. არასწორი ნაბიჯი იყო, რასაკვირველია, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ხმამისა 30%-მა. რაც არ უნდა ცუდი იყოს, მიგაჩნდეს შენ უბრალოდ რომ ის მოღალატე თუ ცუდია თუ რაღაცა, იმას უკან დგას 30% იყო მილიონამდე ადამიანი. ესე იგი შენ იმ მილიონ ადამიანს ეუბნები რომ რაღაცა ხარ, მტერი ხარ, მოღალატე ხარ თუ რაღაცა ხარ და იმის ნაცვლად რომ ემუშავოთ ერთად, აი ესეთი კიდევ ეს ნაბიჯი და აი ეს ნაბიჯები ერთმანეთს მიყვებოდა, არა და ამ ადამიანებთან რომ ემუშავა მრგვალ მაგიდას
ამათი ამომრჩეველი შესაბამისად რაღაცნაირად იმ პროცესებში იქნებოდა ჩართული და არ შერჩებოდა ზვიადი იმ ოპოზიციას. ანუ გამოვიდა, რომ ეს ხალხი საერთოდ გამოცალკევდა პროცესებიდან და დარჩა მრგვალი მაგიდა და მისი ეს საწინააღმდეგო მხარე. ეს არჩევნები რასაკვირველია არ ცნო ეროვნულმა კონგრესმა, გამოაცხადეს, რომ ეს არის მოსკოვიდან დაგეგმილი არჩევნები, რომ მოსკოვი ცდილობს, რომ ამ არჩევნებით მოატყუოს ქართველი ხალხი და ისევ კომუნისტები დააბრუნოს სათავეში, მოაწყვეს მათაც სხდომა და ასეთი განცხადება გააკეთეს. ამის შემდეგ იყო ძალიან საინტერესო კიდე მომენტი, სანამ არჩევნებზე, პრეზიდენტის არჩევნებზე გადავალთ. 31 მარტის რეფერენდუმი, რომელიც ასევე EDP, მაგალითად ეროვნულ დემოკრატიულ პარტიამ უარყო. და რა ჰქონდათ არგუმენტი, ესე იგი, როგორ შეიძლება ატარებდე რეფერენდუმს მოთხოვნით, რომ გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა და შენ საბჭოთა კავშირთან მებრძოლმა ძალამ, ძალიან რადიკალურმა თან თქვა, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ. რა იყო არგუმენტი? ვაი და ნახევარზე მეტმა თქვას, რომ არ გვინდაო. მე რესაც მივდივართო. ხო და რო თქვა, რომ ნახევარზე მეტმაო, ისე იქნებით და საბჭოთა რესპუბლიკაო და არა და 98% და რაღაცა მეათედები იყო, ხო? თემბა მოსახლეობამ. ანუ განწყობა მაინც არიცი, არ დადიხარი სოფლებში, ქალაქებში, ხალხი რას ფიქრობს და აი, აბსოლუტურად უაზრო არგუმენტი, იმიტომ რომ მრგვალი მაგიდა დანიშნა ეგ და მათი ლეგიტიმაცია რასაკვირველია, მათ სახელს დაუკავშირდა, ზვიადის სახელს დაუკავშირდა და ოღონდ ეს არ ყოფილიყო და მზად იყვნენ, რომ ჩაეშალათ ნებისმიერი კარგი წამოწყება და ცუდი იყო ეს რასაკვირველია. რო არ იყო? ჭანტურია? ტიპაჟი იყო ისეთი, არ უნდა ყოფილიყო აგენტი წესით. აგენტი მე უფრო წარმომიდგენია, რომ ცოტა სხვა ტიპი რა, ეს იყო. ხო, რაღაცნაირი ისეთი რა, მომზადებული, მომართული. ეს იყო თან მეცნიერიც ხო იყო, თან ისე თბილისელი ბიჭი იყო, ეს თბილისური რაღაცა მეტყველები, ცოტა ქუჩის ენა, მაგრამ რასაკვირველია აგენტი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ხო, ისე მოამზადებ რომ ეგ უფრო პირადი წყენა და ამბიცია და რომ თვითონ ყოფილიყო სათავეში. არ ვიცი, ხო. ყველაზე მარტივია თქმა რომ აგენტი იყო, მაგრამ მე მგონი სარიშვილს უფრო უჩხიკინებდნენ, რომ ჭანტურია კი არ არისო, სარიშვილი ყავსო აგენტიო და ის ქოქავსო იქიდანო და სხვადასხვა თავი გამოიჩინა, იქ თან ისეთი ტრაგედია ხო უზარმაზარი მთელი ეს პერიოდი და ესე იგი 91-ის ზაფხულში, როცა საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, უზენაეს საბჭო არსებობს, ეროვნული კონგრესი არსებობს და ძალიან მძიმეა უკვე მათი ურთიერთობა და ლანძღვა გინება, აგენტის სახელი ფიზიკურ დაპირისპირებაც ხდება მომხრეებს შორის აქციებზე, შეხლა-შემოხლა. ამოარჩიეს 1000 კაცი, ივნისში თუ ივლისში ხდება 91-ში. რომ მოვითათბიროთ, რომ რაღაცნაირად გავანეიტრალოთ ეს სიტუაცია და ეს 20 ადამიანი შეიკრიბა, გამსახურდია და ჭანტური არ მივიდნენ. ორი ყველაზე კი. არა, 90 გამოვრჩა, 99 წლის ოქტომბერში დაიღუპა. აი, ყველაფერი მერე იწყება და ხო, ეგ საინტერესო საკითხია, რომ კოსტავას ეს შარავანდედი რატო ადგას კიდე, რომ ყველას იმედი აქვს, რომ სხვანაირად წავიდოდა ეს სიტუაცია. ძალიან დიდი მოღვაწე იყო, ბევრი გააკეთა, მაგრამ პლუს აი ეს ემატება, რომ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე რადგან აღარ იყვნენ, რაღაცნაირად ისინი რომ ყოფილიყვნენ, ალბათ არ ვიცი, როგორ წავიდოდა. უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა თავისთავად. თან კოსტავას პატივსცემდა ყველა აბსოლუტურად, ჭანტურია იქნებოდა თუ, იმიტომ რომ იყო ძალიან მტკიცე, თან ისეთი იყო, რომ თითქოს არ ეტყობოდა, მაგრამ ბანაკში იყვებიან მის ისტორიებს და შეეძლო ყველა დაემშვიდებინაო, ვიღაცა გიშს რო შეუყვანდნენ და დასაბმელს, ეს მივიდოდა და დაელაპარაკებოდა და წნარდებოდა ის ადამიანი, სისხლის სამართლის დამნაშავეები, კრიმინალები და ყველასთან და ყველა პატივსცემდა ამის გამო. და თავისთავად ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს ისტორია. ასე რომ კოსტავა და თან ზურა ჭავჭავაძეც ხო ასეთი იყო ზუსტად, 7 აუღელვებელი, ძალიან დინჯი და ეს ორი ადამიანი ერთად დაიღუპა და აი ეს იყო კიდე ზვიადი ბარემ ამას გამახსენდა, რომ გუდავები იყვნენ ძმები, გუდავა, ერთი ძმა მუშაობდა რადიო თავისუფლებაში გერმანიაში. ზვიადმა დაურეკა და თამრიკო ჩხეიძეზე უთხრა, მე ეს ჩანაწერი გამოაქვეყნეს, რაც ყველაზე დიდი უბედურებაა. აი ამ საუბრებს ფარული მიყურადებით მე აქვეყნებდნენ რადიოთი, ტელევიზიით გადაცემდნენ და ეს ხო უფრო აფუჭებდა ყველაფერს და
ამ გუდავას ეუბნება, რომ თამრიკო ჩხეიძე მოაწყოვეს ავარიაო და მაგან დახოცაო. კოსტავას და ჭავჭავაძეც. ხო და ეს რო დაიბეჭდა მე ხო ნახა თამრიკო ჩხეიძემას და ახლა როგორია მისი საზოგადოებისთვის, იმ მხარდამჭერებისთვის, რომ ზვიადი პირდაპირ ადანაშაულებს კოსტავას სიკვდილში. ხო, გადაეკიდაო, წასვლა არ უნდაო კოსტავასო, დიდი ის არის საუბარი და წაიყვანაო ძალითო და მერეო მოკლავი ავარია მოახდინაო და სპეცსამსახურების დახმარებითო საბჭოთა და მაგრამ აი რამდენი გამოძიება ჩატარდა, რამდენი იძიეს და არ დასტურდება არანაირად რაღაც ჩარევა. უცნაური იყო, იმიტომ რომ რაღაც როხა გამოვარდა, მე მგონი თუ რაღაცა მანქანა მერე გადმოვიდა და დაეჯახნენ და ხდება რა. ეგეც ვერ დადასტურდა. რომ დაზიანებული ქონდა მუხრუჭიო არ ჩანს, შეამოწმეს და მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ჩარევა იყო მაინც თამრიკო ჩხეიძეზე დაბრალება, იმიტომ რომ თვითონაც მანქანაში იჯდა და სასწაულად გადარჩა და ახლა როგორ უნდა გაეკეთებინა რომ თან თავი გადაერჩინა, თან ის ორი ადამიანი დაღუპულიყო. ხო და როცა არ გაქვს თან არანაირი საბუთი და ამას იძახი და ეს ქვეყნდება მე და თავისთავად აღრმავებდა ამ დაპირისპირებას და ერთი მომენტიც არის, რამდენად სწორად მახსოვს. ზურო ჭავჭავაძე ფაქტიურად გადარჩენილი იყო. ორი თვის მერე გარდაიცვალა, კი. ჰეპატიტიო, რაღაცა მე მგონი შეეჭრა ინფექციაო და გონზე მოვიდა თუ არა არ მახსოვს, მაგრამ ორი თვის შემდეგ ხო. მახსოვს რომ მე მანდაც გაჩნდა ეს შეთქმულების თეორია რომ ხო, კი, მანდ უფრო დასაჭერებელია უკვე, იმიტომ რომ კაცი ორი თვის აუწყყოფოში იყო და უფრო მარტივი იყო მისი მერე მოშორება და ხო, დაუბრუნდეთ იქ შერიგება როცა და ესე იგი 20 ადამიანი შეიკრიბა და გადაწყვიტეს რომ ერთმანეთი არ ელანძღათ, ღიად არ ეკრიტიკებინათ და გაზეთებში მორიდებოდნენ ესეთი რაღაც ცილის წამებას და ლანძღვა გინებას. ამ დროს გამოდის მანანა არჩვაძე გამსახურდია, გამოვიყვანოთ ჩვენს სცენაზე და აქვეყნებს სტატიას, სადაც ლანძღავს ედებეს. ამას შემდეგ რამდენიმე დღეში უკვე ირინა სარიშვილი, ხო, მრგვალმა მაგიდა მაშინვე თავი იმართლა, რომ ჩვენი წევრი არ არის, მანანა არჩვაძე გამსახურდია და ჩვენ პასუხს არ ვაკეთებთ, მაგრამ ესეც როგორი მომიზეზება იყო, რომ ყველა მიცის რომ ზვიადის ცოლია და რა ვიცი, წევრი არის თუ არა პარტიის ოფიციალურად, ხო, არასერიოზული ესეთი მიზეზის მოტანა და ამას მოყვა რამდენიმე დღეში უკვე ირინა სარიშვილმა დაწერა მეორე მხრიდან სტატია და ამა ლანძღას ამაგირო ზვიადის აგენტი უწოდა და მოსკოვის დავალებას ასრულებსო. ამაზე რასაკვირველია, ეს რაღაცა რამდენიმე დღე რო გაძლო ამ თითქოს შერიგებამ, ისევ აიშალა და არ ვიცი, აგენტია ვინმე, უბრალოდ დაუფიქრებელია, ამბიციურია, რაღაცა დროდადრო ჩნდებოდნენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც ზუსტად ისეთ როლს ასრულებდნენ, რაც აწყობდა რუსეთს და ზოგი გაუაზრებლად, ზოგი დავალებით და ასე შემდეგ. ან შეიძლება კიდევ როგორ მოხდეს, რომ ვიღაცამ, ვინც მართლა აგენტია, ისე წაგაქეზოს, ისე გაგამწაროს, რომ მე ჩოლოყაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე იყო ჯაჯანიძე. ეს უკვე ომის პერიოდში 91 წლის დეკემბერში და დეკემბერში გამოვიდა ტელევიზიით. რომ ესე იგი გადაიბირა ოპოზიციამ, ზვიადის ოპოზიციამ, რომ ესწრებოდა შეხვედრებს, სადაც მონაწილეობდნენ გოგი ხოშტარია, ვინც იყვნენ მაშინდელი ელიტა, ელდარ შენგელაია, რომ ივნისიდან გეგმავდნენ სამოქალაქო ომის დაწყებას, დეკემბერში რო დაიწყო. რომ სპონტანური კი არ იყო ეს ომი, ივნისიდან იგეგმებოდაო და მოყავდა ფაქტები, ადამიანები, ვინც ესწრებოდნენ. ძალიან საინტერესოა, ზურაბ წერეთელის აგარაკზე ხდებოდა კოჯორში ეს შეხვედრები, სასიკადულო მხატვარი რო ყავს მოსკოვში რო ყავდა კი ბატონო. ისიც რასაკვირველია საქმის კურსში იყო, ხო, რომ ეს შეხვედრები იყო და შემდეგ ხედრიონზე მოხდა თავდასხმა. ოღონდ არავინ დაშავებულა, ორი დაჭრილი იყო მგონი და არავინ დაღუპულა უფრო სწორედ. კიტოვანი გამოვიდა და იძახის რომ 40 კაცი დაგვეღუპა და ეს ჯაჯანიძე ეკითხება რომ რატო ამბობო ამასო და აბა ცოტა რო თქვაო და არ არისო რო თქვაო, მაშინ არც გაღიზიანდებაო ხალხიო და აი ამ ყველაფერს ყვება რომ აი ესე იგეგმებოდა ზაფხულიდან დაწყებული სამოქალაქო ომი. და შესაბამისად თან ასეთი საუბრები ათობით არის. ათობით ორივე მხრიდან ოღონდ. რომლებიც ადანაშაულებენ ზოგი ზვიადის მხარეს, რომ რუსეთიდან, მოსკოვიდან იმართებოდა, ზოგი საპირისპირო მხარეს და როგორც ამბობენ, ყველაფერი უფრო ცუდად წავიდა 2 სექტემბრიდან 91 წლის. აქციები, პერმანენტული აქციები 88-ში რომ დაიწყო, დღემდე გრძელდება აგერ სადღაც და, მაგრამ ეს აქციები რაც იყო 2 სექტემბრამდე, არ იყო ძალადობრივი მთავრობის მხრიდან. იყო შეტაკებები, როგორც შეტაკებები იყო მომხრეებს შორის,
ოპერასთან რო ქონდა მაგალითად EDP-ს ან მხედრიონს აქცია, პარლამენტთან ქონდა მთავრობის მომხრეების აქცია. თან დიდი რაოდენობით გამოყავდათ რასაკვირველია, ამაში საადარაშორდნენ გამსახურდიას, რომ სამეგრელოდან ჩამოყავსო თავისი მომხრეები და სპეციალურად მიყავსო კონფრონტაციამდე ეს ხალხი და 2 სექტემბერს მე რამდენად ვიძახი უკვე ჩაერია მილიცია და სპეცსამსახურიც. არადა იყო ერთი ჩვეულებრივი დღე, როგორც წესი ქონდათ ამ დროს EDP-ს აქციები კინოსახლთან და იყო 300-დან 500 ადამიანამდე. არაფრით გამორჩეული, როგორც წინა დღეებში ხდებოდა ხოლმე, ყოველ დღე იკრიბებოდნენ 2-3 საათი განცხადებები, რაღაც სიტყვის თქმა და შემდეგ იშლებოდნენ ჩვეულებრივ არანაირი ექსცესები არ ქონდათ. თან როგორ დაემთხვა ეს დამთხოვები, მოკლედ იმდენი გვაქვს ამ პერიოდში, კონგრესმენების ჯგუფი იყო ჩამოსული საქართველოში და მაინც მაგ დღეს ხო ვერ დავიჯერებთ ამდენ დამთხოვას. როდესაც მივიდნენ EDP-ს წარმომადგენლები, მილიციამ არ გაუშვა, ადგილამდე არ მიუშვა. მიუშვა, მაგრამ ხმის გამაძლიერებელი არ დააყენებინა. ამას მოყვა შეხლა-შემოხლა, ფიზიკური დაპირისპირება. შემდეგ ჩაერია სპეცსამსახური, რომელიც უკვე იქ იყო მიყვანილი და არანაირი საჭიროება არ იყო არც წინა დღეებში, არც იმ დღეს და ეს ხალხი ცემით გაწიეს რამდენიმე ასეული მეტრით. თან რა არის კიდე ამაში ძალიან უცნაური, რომ რუსთაველის ძეგლთან გადავიდნენ და იქ ჩაატარეს აქცია. 100 მეტრის გვერდზე გადავიდნენ და ჩაატარეს აქცია. თუ გინდა რომ იმ ხალხმა აქცია არ ჩაატაროს, რატო ჩაატარებინებ 100 მეტრის იქით? თუ მაინც ატარებინებ, რატო ცემ და რატო წაბავ სიტუაციას? მერე იყო ამაზე სულ ხმაური მოთხოვნა, ითხოვდნენ გამსახურდიასგან რომ გამოძიებულიყო ეს საქმე, იმიტომ რომ ხალხი ცემეს უდანაშაულოდ და შემდეგ უზენაესმა საბჭომაც დადო 4 პუნქტიანი განცხადება გამოაქვეყნა, რომ პროკურატურას გადაეცა, მოიძიებდა დამნაშავეებს და ასე შემდეგ, მაგრამ მე უკვე ომი დაიწყო და ვიღას ახსოვდეს 2 სექტემბერი, მაგრამ აი ეს დღე, რომელმაც ბიძგი მიცა ყველაფერს, იმიტომ რომ 3 სექტემბერს უკვე თენგიზ კიტოვანი, რომელიც მანამდე გვარდიის ნაწილით იყო რკონის ხეობაში, დაბრუნდა თბილისში, თავისი გვარდიით. დაბრუნდა თბილისში, დაიკავეს ტელევიზია, შეიარაღებული ხალხი, რამდენიმე ასეული ადამიანი და შესაბამისად, მაგრამ ესეც 2 სექტემბერი რასაკვირველია, ეს 2 სექტემბერი თუ არა, სხვა 2 სექტემბერი იქნებოდა, 3 სექტემბერი იქნებოდა. უბრალოდ კონგრესმენების ვიზიტს დაამთხვია ვიღაცამ, იქ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდეგ დაიწყო ძებნა, რომ ვინ გასაბრძანება, რასაკვირველია, ყველა ერთმანეთსკენ იშვერდა ხელს და ასე რომ ვერც გავიგეთ ვინ გასაბრძანება, რომ ეს აქცია ასე დაეშალათ. და მერე ბუნებრივია უკვე როდესაც სისხლი დაიღვარა, ვიღას ახსოვდა საერთოდ იქ რო ვიღაცები ცემეს ხო ცემაზე, აღარც ასაუბარი. კიტოვანი რომ ჩამოვიდა, ამას რასაკვირველია მოყვა უკვე ძალიან მკაცრი რეაგირება ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ შეიარაღებული ჯარით მოვიდა თბილისში. მხედრიონი ამ დროს უკვე განეიტრალებულია ფაქტობრივად. ჯაბა იოსელიანი, მხედრიონის სხვა ლიდერები არიან ციხეში, გია ჭანტურია დააპატიმრეს სექტემბრის ბოლოს. გია ჭანტურიას დაპატიმრებაც იყო ძალიან უცნაური. ირინა სარიშვილთან ერთად მიფრინავდა და 20 წუთის შემდეგ აფრენიდან თვითმფრინავი დააბრუნეს უკან. დასვეს აეროპორტში, 200 მგზავრი იყო თვითმფრინავში, დააპატიმრეს გია ჭანტურიას სარიშვილი. ირინა მალევე გამოუშვეს, გია იჯდა, სანამ დეკემბრის ბოლოს არ გამოვიდა. ასე რომ თუ ადამიანის დაპატიმრება გინდა, რაღაცო აფრენ იმას 200 ადამიანი თვითმფრინავით ჰაერში და მერე უკან დაბრუნებ, ძალიან უაზრო გადაწყვეტილება დააპატიმრე თუ მაინც და მაინც აფრენამდე. ამაზეც ერთმანეთს აბრალებდნენ, ვახტანგ რაზმაძე იყო მაშინ გენერალური პროკურორი, არა ჩვენ არ გაგვიცია ბრძანება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არა ჩვენ არ ვიცით არაფერი, დისპეჩერთან ვიღაცამ დარეკა რომ რეკაო სადღაც რომელიღაც განყოფილებიდან დააბრუნეთო თვითმფრინავიო და ვერ გაიგეს, ვერ გავიგეთ ვინ გასცა ეს ბრძანება. გარდა ამისა, თბილისში შემდეგ იწყება ბარიკადების აგება, ხალხი მიხვდა უკვე რომ საქმე მიდის ომისკენ, პერმანენტული აქციები ყოველ დღე ღამეც კი მორიგეობენ პარლამენტთან ხელისუფლების მომხრეები, იქ თავთავისი ადგილები ჰქონდათ, ოპერასთან EDP იყო გამაგრებული, აქვე მინდა ვახსენო ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რომელიც შეიქმნა როგორც საბჭოთა კავშირის ზომიერი მაკრიტიკებელი და ბალტიისპირული გზის მომხრე. რომ ზომიერად გადაეგდოთ ხელისუფლება არჩევნებით მშვიდობიანი გზით, გახდა ყველაზე რადიკალური ოპოზიცია ზვიადის. ესე ტრანსფორმაცია, ესე იგი, ადამიანები, რომლებიც SSRK-ს არ ებრძოდნენ, ებრძვიან ქართულ ხელისუფლებას
ჩხეიძის, თამრიკო ჩხეიძის პარტია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება და აქაც ხო ისევ ზვიადის იარლიყები იყო შემდეგ, რომ ეს მოცემულობა აქვს ზვიადსაც, რომ SSRK-ს არ აკრიტიკებდნენ იმდენად და ზვიადს ლანძღავენ და მე ეს ეუბნება, რომ ქართულმა ხალხმა ამირჩია, ვარ საქართველოს პრეზიდენტი და მტერს რუსეთს არ აკრიტიკებს, როგორც მე მაკრიტიკებდა, რა დასკვნა უნდა გააკეთოს ადამიანმა და ასე რომ აი ეს იარლიყების სროლა თავისთავად ისევ მიმდინარეობდა, მაგრამ იარლიყების სროლის შემდეგ უკვე ტყვეებით სროლაც იწყება. 25 სექტემბერს დაიღვარა პირველად სისხლი. ესე იგი გვარდია და მილიცია შეეტაკა ერთმანეთს, დიდუბეში მოხდა, 3 მილიციელი დაიღუპა, 2 გვარდიელი დაიღუპა. როდესაც შემდეგ კიდევ იყოს შეტაკებების სერია, ამ დღეებში 10 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაჭრილი იყო. ასე რომ საკმაოდ მძიმე ვითარება ჰქონდა სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. როგორღაც მოახერხეს და გაანეიტრალეს ვითარება, ისევ ნოდარ ნათაძე, ვინც იყვნენ იგივე ბაქრაძე, ხო ბაქრაძე არ გვიხსენებია, საზოგადოება რუსთაველი, რომელიც შეიქმნა ხელისუფლების სურვილით, ნებართვით, ასე ვთქვათ. შედიოდა იგივე აკაკი ბაქრაძე, ძალიან ბევრი მეცნიერი მაშინდელი და ნებისმიერ ხელისუფლებას ზოგადად აწყობს ზომიერი ოპოზიცია. რადიკალური ოპოზიცია არც ერთ ხელისუფლებას არ აწყობს, იმიტომ რომ რადიკალიზმი უკვე ბადებს შიშს ან მოლოდინს, რომ მიიყვან ისინი ღია დაპირისპირებამდე ან ბრძოლამდე, არავის არ უნდა, არც ერთ ხელისუფლებას არ უნდა, რომ მის ქვეყანაში შეტაკებები იყოს და ამიტომ როგორც წესი თვითონ ახალისებენ ხოლმე ესეთ ლიბერალურ ზომიერ ორგანიზაციებს, პარტიებს და მაგრამ საქმე რაშია, რომ ეს ხო იცოდნენ სხვა რადიკალურმა ოპოზიციამაც და ამიტომ რუსთაველის საზოგადოებას იმ ხალხის მიუხედავად და ავტორიტეტის მიუხედავად არ ქონდათ არანაირი გავლენა და არჩევნებში რომ მიიღეს მონაწილეობა 1%, მე მგონი 1%-იც ვერ აიღეს და მოუწოდებდა ეს ხალხი რომ შენ არ ყოფილიყო ესეთ დაძაბულობა და კიტოვანი წავიდა თბილისის ზღვაზე. გადადგა უკან დაიხიეს ნაბიჯი, დაბანაკდა თბილისის ზღვასთან, იქაც მოხდა ერთი შეტაკება გამსახურდიას მომხრეებთან. მანამდე კიდე ერთი დეტალი, რომელიც ცოტა უკან დაუბრუნდეთ, მაგრამ მხედრიონის განეიტრალების მცდელობა, რომელიც ჰქონდა გამსახურდიას. ჯაბა იოსელიანის შვილობილი, რომელსაც არ ჰქონდა თავიდან ცალსახად უარყოფითი როლი, იმიტომ რომ სხვადასხვა რაიონებში, შიდა ქართლში, აფხაზეთში ძალიან პოზიტიური როლიც ითამაშეს, იქ ქართულ ძალას ამაგრებდნენ, თუმცა ყველაფერს ხაზი გადაუსვეს და როდესაც აირჩიეს უზენაესი საბჭომ, გამოსცა შეიქმნა ეროვნული გვარდია და გამოიცა ბრძანება, რომ ყველა სამხედრო ჯგუფს, ფორმირებას მოსთხოვეს იარაღის ჩაბარება. მიეცათ ერთი თვის ვადა. გავიდა თვენახევარი. აი ამ თვენახევრის შემდეგ მოხდა ძალიან უცნაური ოპერაცია და რა სახით გამოქვეყნდა თან პრესაში, სამთავრობო პრესაში, რომ მხედრიონი თავს დაესხა საჯარისო დანაყოფს, ოღონ არ ეწერა რომელი საჯარისო დანაყოფია, თავს დაესხნენ თურმე რუსულ დანაყოფს, რომელიც თბილისში თავისთავად იყვნენ მაშინ. მოხდა შეტაკება, შემდეგ ამ საჯარისო დანაყოფმა გაანეიტრალა, რამდენიღაცა მხედრიონელი დაიღუპა, რამდენიღაცა დააკავეს, ამოიღეს იარაღი და ისე ჩანდა ამ განცხადებით, რომ თითქოს ეროვნულ გვარდიას, ანუ ქართულ დანაყოფს დაესხა მხედრიონი. მაგრამ რუსებს დაესხნენ, მაგრამ მხედრიონს იარაღის დიდი ნაწილი უკვე გადამალული ქონდა. ანუ მხედრიონმაც იცოდა, რომ ეს რაღაცა მზადდებოდა. ანუ გამოვიდა, რომ მხედრიონმა იცოდა, მთავრობამ იცოდა, რუსებმა იცოდნენ და ვინ ვის უგებდა ამით და ვინ ისარგებლებდა, ერთი მხარე რჩება. ხო, რუსეთის მეტი ვინ ისარგებლებდა, როცა შიგნით ქვეყანაში ხდება ასეთი გაუაზრებელი შეტაკება. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ შეტაკების შემდეგ დააპატიმრეს ჯაბა იოსელიანი, სხვა ლიდერები მხედრიონის და მხედრიონი შედარებით განეიტრალდა, მაგრამ გადანახული იარაღი ჰქონდა და ელოდებოდნენ თავის მომენტს. როგორც კი კიტოვანი შემდეგ ბრუნდება თბილისში დეკემბერში, ის მხედრიონელებიც რასაკვირველია მასთან მივიდნენ. ოქტომბერში, როდესაც კიტოვანი წავიდა თბილისის ზღვაზე, შედარებით დაწყნარდა სიტუაცია, მაგრამ აი ეს ცნობილი ფრაზა, რომელიც ამ პერიოდში ითქვა, რომელსაც ბავშვობიდან მესმის, რომელიც სიამაყით ნათქვამი თავისთავად, რომ როგორც ვიადი თქვა,
მდინარის მიმართულებით, რომ მკვდარი თევზები იცურავენ, რომ მხოლოდ ბევრი იძახდა, რომ ეს ლეგენდაა, რომ ასე არ უთქვამს. თუმცა ბუშის შეფასება იყო ეს საკმაოდ მკვახე, აგერ გვაქვს ხომ ისი განცხადება. პრესამ ჟურნალისტმა კითხა და ეს განცხადება მოისმინა გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელიც იყო ზვიადის მრჩეველი და იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. და მან მოისმინა ეს განცხადება, რომ ვფიქრობ ამ კაცმა ცოტათი მაინც უნდა დაამუშავოს განცხადებები, რომლის გაკეთებასაც აპირებს. ეს არის კაცი, რომელიც მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ, ის უნდა მიყვეს დინებას და გაიგოს რა ხდება მსოფლიოში. ეს განცხადება კიდე რას მოყვა, რომ ამერიკაში, იმიტომ რომ მანამდე ზვიადი აცხადებდა, რომ მოსკოვში რო პუტჩი იყო, ეგ არისო გორბაჩოვის მოწყობილი. გორბაჩოვი, რომელიც მიაჩნდათ დემოკრატიულ ლიდერად, რომელთან ურთიერთობის დალაგებაც სურდა ბუშსაც, ამერიკის შეერთებულ შტატებს და შესაბამისად და ზვიადიმ ეს განცხადება რო გააკეთა, გახმაურდა მსოფლიოში, ესე იგი ზვიადი გამოდის ისედაც სახელი ქონდა გატეხილი დასავლეთის წრეებში და პლუს ეს განცხადება რომ თურმე გორბაჩოვმა თავის თავს მოუწყო ის პუტჩი, რომ თავი გამოეყვანა რაღაცა ტანჯულად და მერე დემოკრატად და ამაზე თქვა მერე ბუშმა რომ უნდა გაიგოსო მსოფლიოში რა ვითარებაო და შესაბამისად შემდეგ ზვიადის გიორგი გაჩეჩილაძემ დაურეკა ამერიკიდან და სთხოვა რომ თუ შეიძლება არ არის საშენოდ ეს ვითარება და იქნებ ცოტა რბილი განცხადებები გააკეთო და მაშინ უპასუხა გამსახურდიამ რომ მკვდარი თევზები მიყვებიან დინებას, ასე რომ გამსახურდიამ რასაკვირველია არ შეარბილა არც ტონი და პრინციპში აღარც მაგისი დრო იყო, იმიტომ რომ 91 წლის შემოდგომა და უარესი ხდებოდა თბილისში. შევარდაძის დროიდან. ხო, ზვიადის დროს არ იყო. ხო, მრჩეველი იყო და ის წარმომადგენელი იყო, ასე ვთქვათ, ნახევრად ოფიციალური. საერთო სახით არ იყო. ამერიკაში იყო. კი. აღიარებული არ ვართ. მაგ დროს ჩვენ გვაღიარა დეკემბრისთვის სომხეთმა, მოლდოვამ, უკრაინა 12 დეკემბერს ერთმანეთი ვაღიარეთ. თურქეთს მიმართა უზენაესმა საბჭომ დიდი თხოვნით რომ იქნებ გვაღიაროთ და დემირელი იყო მაშინ და იქიდან უპასუხა რომ კი მეჯლისი თანახმა გაღიარებთ, მაგრამ არ უღიარებია, იმიტომ რომ ყველა უყურებდა ამერიკა ევროპა რას იზამდა. და ისინი კიდე უყურებდნენ აქ სიტუაცია როგორ წავიდოდა და მოსკოვში როგორ წავიდოდა. იმიტომ რომ ჯერ SSRK ისევ არსებობდა ფორმალურად თუ როგორც იყო დეკემბრის ბოლომდე და ასე რომ აი ამ ლოდინში ყურებაში ჩვენთანაც მე ომი დაიწყო და ასე რომ ჩვენთან კიდე იმედი ჰქონდათ რომ თუ გვაღიარებდა ჩვენ თურქეთი მე ევროპის ქვეყნები ჩვენ გვექნებოდა ეს ძალიან ხელშესახები რომ ევროპამ გვაღიარა და ოპოზიციასთანაც გარკვეული არგუმენტი იქნებოდა და ვენა პრეზიდენტობის გაუქმება საერთოდ საპრეზიდენტო თანამდებობის ზვიადის გადადგომა რასაკვირველია ახალი არჩევნები ხო ზვიადის არგუმენტი იყო კიდე რომ მიიღო 90% და 88% და რაღაც 2 მილიონი ხმა და რატომ უნდა გადამდგარიყო იგივე ჟურნალისტები მე მგონი ნოემბერში ბოლო ჯერ იყვნენ ევროპელი ჟურნალისტები და მათ უთხრა რომ ყველაფერი კარგად აქვს ქვეყანაში და ეს არის რაღაცა პატარა ჯგუფი ოპოზიციის რომელსაც არანაირი ავტორიტეტი და გავლენა არ აქვს მოსახლეობაზე მაგაში დარწმუნებული იყო კი ბატონო აქტიური, შეიარაღებული, თავზე ხელაღებული რამდენიმე 1000 ადამიანი. კი ბატონო. კი ბატონო. იარაღით რუსეთი ამარაგებდა, რუსი რამდენიმე მკვლევარი იძახის, რომ მოსკოვიდან თანხებს ასახელებენ, რომ ამდენი თანხა დაჯდა, ვიღაცებს გადაუხადეს, იარაღი თავისთავად მიეწოდებოდათ. ესაც ბავშვობიდან მსმენია, რომ იარაღს აწვდიდნენ რუსები, ამბუხებულებსაც და სამთავრობო ჯარსაც. მაგრამ არეშიძე რომ მოყვა მაგას ესეთი ექსკლუზივიო გამოაცხადა, ესეთი რამე უჭირ არ გაჟღერებულაო და რა ვიცი ბავშვობაში მესმოდა და როგორ არ გაჟღერებულა რაღაცა სოფელში და ესე იგი ნახევარი სატვირთო მოიყვანესო ჩვენთანო. ამით მე მგონი ის თქმა უნდა რომ ისინი სტყურიანო თვითონ რომ იქ ამბოხებულების მხარეზე იყო, ნახევარი ჩამოტვირთესო. ხო და რო წავიდა ვიღაცამ დაიძახა, სად მიგაქვთ ეგ იარაღიო და ეგო პარლამენტშიო მიგვაქვსო გვარდიასთან ზვიადის. ხო და აეგო ესეთი რაღაც ხდებოდაო და ნახევარიო და
მეგონი მაგით უფრო აჩვენა რომ მე აქეთ რო ვიდექი რუსები იმათ რუსებიც ამარაგებდნენ და მე არ ვარ თქვა მტყუანი და ხო მოკლედ დეკემბერში უკვე საბოლოოდ გაფუჭდა ურთიერთობა 22 დეკემბერს ჩამოვიდა კიტოვანი რაოდენობას რომ ასახელებენ მართლა არა სერიოზული სასაცილო 200-მდე 150-200 ადამიანს ასახელებენ კიტოვანის რაზმს და გამსახურდია ზემოდან რომ 2000-ზე მეტი ყავდა და რაღაცნაირად იგივე თბილისის ზღვაზე ქობალიას ყავდა ალყაში მოქცეული და რატო არ გასაბრძანება ანუ ერთადერთი ახსნა არის რომ არ უნდა სისხლის ზღვრა რომ მისი სახელით რაღაცა შეტაკება ყოფილიყო ან ბრძანება გაეცადა მე უფრო მეტი მომხრე გამოსულიყო და დიდ ომში გადაზრდილიყო და ალბათ იმედოვნებდა რომ ბოლომდე იქნება უომრად თავისთავად განცხადებებიც ჰქონდა მიმართავდა რომ შევწყვიტოთ და ვილაპარაკოთ ეს მართლა ბევრჯერ მიმართა მაგრამ ოპოზიციამ უკვე დაიგულა თავი რაღაცნაირად ზვიადის მხრიდან თხოვნები უკვე ჩათვალეს რომ წაგებულია და შეშინებულია და ასე უფრო გათამამდნენ მანამდე იყო კიდე ესეთი რაღაცებს მაინც არ აკეთებდა საინტერესო მომენტია გოგა ხაინდრავა დააპატიმრეს ცოტა ხნით სამწუხაროდ ხო და ეს ხო რეჟისორი იყო და გამოუგზავნეს ვიღაცა მართლა კორი ბერტოლუჩი ფელინი და წერილი მისწერეს ზვიადს რომ გაათავისუფლეთო ხელოვანი ადამიანი ციხიდანო და იმათ არ ვიცი იმათ რო ცოდნოდათ ვინც იყო მერე და საერთოდ და ასე შემდეგ და არ გაათავისუფლა აი რას მიცემდა ერთი ხაინდრავას გაშვება და მსოფლიო თვალში ხო ისედაც აი ეს პატარ-პატარა დეტალებისგან იყო აწყობილი რომ ისიც გასაგებია რომ დააშავა ღიად ამბოხებას გეგმავდა ხაინდრავა და დანაშაულია სახელმწიფო და მაგის გაშვებაც როგორ შეიძლება მაგრამ მსოფლიოდან ესეთი მოთხოვნა რომ არის ყველაფერს თუ ხელს უკრავ ბუნებრივია მე შენ რო დახმარება დაგჭირდება იქიდან გეტყვია რომ შენ ავტორიტარი ხარ დიქტატორი ხარ და შესაბამისად როგორ დაგეხმაროთ ხო ვიღაცა ჩასვი ციხეში ის ჩასვი ასე რომ ესეთ გამოუვარი მდგომარეობა ქონდა მოკლედ შექმნილი და 22-ში დაიწყო სროლა ამაზეც დღემდე არის ბრალდებები პირველი ვინ გაისროლა იქ პარლამენტიდან ისრონესო გარედან ისრონესო აქაც მე მგონი აღარ აქვს მნიშვნელობა პირველი ვისაც უნდა ესროლა როცა ორი მხარე დგება იარაღით და ორივე სროლა უნდა იქ მსროლელი მოიძებნება სულ არ უნდა იქაც ვიღაცა შეგზავნილი და აგენტი იმიტომ რომ ორივე მხარე არის საომრად იქ და მოხდა ის გასროლაც და ვიცით ხო ორი კვირა შემდეგ ომი იყო ომი რომელიც რეგიონებში რა ვიცი მშვიდად აღიქვეს არც იცოდნენ ჯერ ფიქრობდნენ რომ აი დღეს მორჩება აი ხვალე მორჩება ასე გავიდა შემდეგ ორი კვირა განსაკუთრებით გადამწყვეტი იყო ერთი მომენტი რუსთაველი გაწმინდეს ზვიადის მომხრეებმა გამოვიდნენ პარლამენტიდან იმელის შენობამდე მთლიანად გაასუფთავეს თუმცა შემდეგ გაიქცა თუ გამოიყვანეს ციხიდან ჯაბა იოსელიანი 200 დაპატიმრებული მხედრიონელი 400 სისხლის სამართლის დამნაშავე და ეს 600 ადამიანი რასაკვირველია მაშინვე დადგა ოპოზიციის მხარეზე ძალიან დიდი ძალა იყო თავისთავად რუსეთი იარაღით ამარაგებდა ასე რომ იარაღი არ აკლდებოდათ და მაგის მერე უკვე ხო 2 იანვარს გამოაცხადეს მერე ჯაბა იხსენებდა თუ კიტოვანი რომ ასე მეუბნებაო რომ ორი კაცი უკვე საბჭოაო და სამხედრო საბჭო შევქნათო და ჯაბამ თავისი იუმორით შექმნეს სამხედრო საბჭო გააუქმეს უზენაესი საბჭო გადაყენებულად გამოაცხადეს ზვიადი 6 იანვარს დატოვა თბილისის ზვიად გამსახურდიამ ოღონდ მანდაც კი 6 იანვარს ოღონდ შეთანხმება იყო რომ უნდა გაეტარებინათ ეგეც ძალიან ცნობილი ჩაცხრილეს ერთი ავტობუსი თან იმ ავტობუსში იყვნენ ქალები მეომრები არ იყვნენ და ჯაბა იოსელიანი პირდაპირ წერს თავის მოგონებებში რომ ხაინდრავამ ესროლა და მისმა ხალხმა და ჩახოცეს ხალხი და სამი ხელისუფლება შევიცვალეთ და რჩება ეს ამბავი გამოუძიებელი ხო შეიძლება თან ეს ხელისუფლებები მოდიან ერთმანეთის გადატრიალებით წინააღმდეგობით და ფიქრობ რომ აი ეს თუ წინააღმდეგია რაღაცნაირად იმის შეფარებული კაცი იქნება ამან გამოიძიოს არ ვიცი სამი ხელისუფლება რანაირად შემდეგ აზერბაიჯანში დასავლეთ საქართველოში უნდა წასვლა არ გაუშვეს აზერბაიჯანში იქაც უთხრეს რომ გაგატარებთ მაგრამ ვერ შეგიფარებთ შემდეგ სომხეთში მივიდა იქაც რაღაცა მსგავსი მოხდა გადაფრინდა ჩეჩნეთში შემდეგ ზუგდიდი და ისიც საბოლოო ჯამში დაიღუპა 31 დეკემბერს
დღემდე ესეც უცნაურია. კომისია რო შექმნეს და თქვენს რომ არ იქა ახლა გადაწყდება, იმიტომ რომ სააკაშვილია სურვილია ნამდვილი გამოძიების და დანიშნეს იმ კომისიის ხელმძღვანელად კოკო გამსახურდის შვილი დანიშნეს და შვილზე მიკვერძოებული ადამიანი რომ ვინ შეიძლება იყოს მამის მკვლელობის თუ თვითმკვლელობის ამბავში და მკვლელობა დაფიქსირდა ხო თუ გაურკვეველიაო მეც გადავწყვეტე რომ სანდო არა თქო და კი აღარ ჩავყოლით ვარ ბოლოში თვითმკვლელობა ირიცხებოდა იმიტომ რომ მორწმუნეა და თავს როგორ მოიკლავდაო და ხო კიდე კვალი იყო თოლში მეორე სართულიდანო გადმომხტარიო ესეთი რაღაცა დაცვა იფიცება რომ შევედითო არაფერი მარტო იყო მაღლიდან ა 92 წლის მარტში. ესე იგი იანვრიდან მარტამდე იყო სამხედრო საბჭო, სიგუა თავისთავად დანიშნეს პრემიერ-მინისტრად, კიტოვანი, იოსელიანი. იმდენად მძიმე იყო სიტუაცია, დასავლეთში შეტაკებები, ევროპა რასაკვირველია მით უმეტეს ამ ფონზე არანაირი აღიარებაზეც არ იყო ლაპარაკი, ეკონომიკური გაჭირვება და გადაწყდა რომ ლეგიტიმაციისთვის შევარნაძე ჩამოეყვანათ. თუ შევარნაძეზე რასაკვირველია დღემდე, რომ შევარნაძისგან იგეგმებოდა ეს ამბავი. თვითონ იფიცებოდა რომ არა მესუფთავარ და მაგრამ შევარნაძის პიცი ვისჩერა. შევარნაძე შემდეგ კიტოვანი იხსენებს რომ 2000 წლებში ინტერვიუში რომ ჯაბას ვეუბნებოდიო რომ არ არის სამდო ეგ კაციო არ ჩამოიყვანოთო მეგო დაგვიჭერსო და აიო ხო სწორს ვეუბნებოდიო იცინის. ხო მართალი ვიყავიო დაგვიჭირა ორივეო. კიტოვანი შედარებით იოლად გამოძრა, 5 წელი ქონდა მე მგონი და 3 წელში გამოვიდა. რუსეთში იყო მშვენივრად, 2012-ში დაბრუნდა, აქ იყო მშვენივრად, დაცვით დადიოდა მანქანებით. ბოლო ინტერვიუ 12-ში ჩამოვიდა, ხო, საეჭვოდ ემთხვევა ეგ 2012 წელში დაბრუნება. და ესე ამაყად თამამად ქუჩაში დაცვით. მე ინტერვიუც იყო, ვისთან იყო არ მახსოვს და იგივეს გავაკეთებდიო თქვა. არ ნანობო, იგივეს ვიზამდიო. ხო მოჩვენებითადაც კი არ ვფიქრია რომ იქნება და რაღაცნაირად ვაჩვენო რომ ნანობ და ომს ვნანობ თქვათ ზვიადი სიგუა არაფერი წყნარად ჩაამთავრო ცხოვრება იმიტომ რომ შეერაღებულობაში არ ყოფილა უბრალოდ ანუ მომხრეებიც ხო ესე იგი მაგას მომხრეებიც არ ყავდა. ხო არიან ჯაბა და მხედრიონი ისევ რომ ერთგულები, კიტოვას თავისი ხალხი და სიგუას არც მომხრე. 2007-ში გარდაიცვალა, ხო, 6-იან 7-ში. მიშას დროს. მიშასაც ყავდა ყოფილი მხედრიონელები და გავლენიანი. ასე რომ არა იმ ხალხმა გადაწყვიტა, ხო, ახლა გვარს არ ვიტყვი, ყველა მეცით მე მგონი. იოსელიანი რომ დაკრძალეს პანთეონში. რურუები ახლა იმასთან იყვნენ. ხო აი, ვარა როგორი ერთგულებაა რომ ის უმცროსი მე მგონი გაზარდა საერთოდ ჯაბამ 16-ის იყო რომ მივიდა და რურუა ხო. მონდე აფხაზეთის ომიდან იყო და სამოქალაქო ომში არის. ხო და ის კი არა რომ აი 15 წელი გავიდა და საზოგადოებაში განწყობა და არა დამარხეს მაინც. არაფერს არ მოერიდა რა, ჩემი აღზრდელი და. ამოთხრა, კი, დანაშაულია ხო. საფლავის დაზიანება ხო, ვანდალიზმი და რაღაცა იქნება კიდე ხო, ადამიანის მივაყოდოთ. არა ვიცე. ეგ არ ვიცი. ეგ ბაგრატის ტაძართან უნდა აუცილებლად. კეკემთა წმინდაზეა. ვაჟა საფლავის გვერდზეა თან. ვაჟა საფლავზე რო ავსულ ვართ, გვერდზეა კეკე და თვალში მხდება მაინც და მაინც. მეთქი სადმე ცოტა მოფარებულში.
ხო. ბევრი ბარემ. კითხვები? ჩივილები? 15 დღე. რუსთაველზე იყო. შეტაკებები იყო სხვადასხვა რაიონებშიც ტელევიზიასთან, ოღონდ ისეთი მცირე და ხო. ხო. ხო, ხმა არის მოდა არაფერი, მეგობრის მამა იძახდა, კინოთეატრი მუშაობდა ოდიღომში და დადიოდა ხალხი, მე დავდიოდი. დეპუტატი იყო რგვალი მაგიდიდან და თვითონ არ დადიოდა. მან იყო კიდე ერთი საოცარი შემთხვევა. მე მგონი 1 ტონიანი ავზი რომ გადააფრინეს ვერტფრენით, რომ პარლამენტზე უნდა და პირველ გიმნაზიას რო დაეცა პარლამენტის მაგივრად და მაგიტო დაიწყო პირველი გიმნაზია. პარლამენტის მაგივრად იმას გაარტყეს. ამ ხედრიონ კიტოვან ხო. არა აცილეს მაგაშია საქმე რო. ხო. არა და კაი მანძილია ხო ხო მაღალ სიმაღლეზე არ ვიცი ამდენზე გადაფრინდა. ალბათ ხო. მაგრამ თვითონ ანუ საავიაციო ბომბიც არ ქონდათ რა, საოცრად ცისტერნით მიქონდათ საწვავი და ის ჩააგდეს. ბევრი არ ქონდათ ხო, ეს რუსებიც ისე აწვდიდნენ რა. ცოტ-ცოტას რომ ნამეტანი არ მოსვლოდათ. დაღუპულებიც ახლა ტრაგედია ხო, სამოქალაქო ომი და ერთი ადამიანიც და 100-ზე ცოტა მეტია ოფიციალური და 500-მდე დაჭრილი. 2 კვირისთვის ხო ის არ არის რა, რომ 1000-ები და რაღაცა. ხო. 15 დღე. მე როგორც მახსოვს ზვიადის გაქცევამდე აღიარა ამერიკა, ხო? არა, მე მგონი მერე მოხდა. შევანაძის დროს არა? მე როგორც მახსოვს აი სანამ წავიდო წინა დღეს მოაღიარა რაღაც ეგრე მახსოვს. ანუ 5-4 იანვარი? აი არ მახსოვს ხო, ვერ გეტყვი. გარდამავალი, ესე იგი, პირველი სხდომა რომ იყო უზენაეს საბჭოს, ზვიადი გამოვიდა, ანგარიში ჰქონდა უზარმაზარი, მანამდე 1 წელი მრგვალი მაგი და არჩევნებამდე მუშაობდა, ძალიან ნაყოფიერად, რაღაც 60 და რაღაც შეხვედრა ჰქონდათ და ყველაფერზე ჰქონდათ კონტროლი, ასე ვთქვათ. კულტურის სფერო, ეკონომიკა, რა შეიძლება გაკეთებულიყო და გარდამავალი ეტაპი დაარქვეს. მაშინ სიგუა ახლა არ იყო ესეთი ცუდი მცოდნე 5%-იანი კლება იყო ეროვნული შემოსავლის 91 წელს წინა წელთან შედარებით. და იმას ამბობდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე მეტად ეკონომიკა გაგვიჭირდებაო. იმიტომ რომ SSRK იშლება, ყველაფერი გადაბმული. ხო და ეს იყო მიაგორებდნენ, რაც იყო. ელექტროენერგია გაჭირდა უკვე და იმის მოძიებაზე. 25 დეკემბერი 91 კიდევ ერთი შეკითხვა, მე მგონი მაგაზე არ ვისაუბრია 90 წლის 9 აპრილს. მაგ დღეს გამოკიდებულება გამოცხადა და ფიზიკურად მოხდა. 11-ში, ხო, 11-ში. 11-ში. 99-ში 9 აპრილი მოხდა და 1 წელიწადში. არა, 10-ში არჩევნები იყო და 11 აპრილში გამოცხადდა. ხო, 2 წლის თავზე, კი. ეგეც ძალიან უცნაურად ჩაიარა. 31 მარტი რეფერენდუმი და 9 აპრილს აუ მაგაზეც რო აკრიტიკებდნენ 31 მარტი ხო დაბადების დღე აქვს. ქონდა. და დაამთხვია თავის დაბადების დღეს, ესო როგორ გააკეთაო? მეტი საკრიტიკებელია არ კონდეს ადამიანს. მაგრამ ხო, ბევრი რაღაცა როა მე უკვე ესეც ჩნდება და არ ვიცი თუ მართლა მაგიტო გააკეთეს, გაიკეთებინათ რა ვიცი წინა დღეს. მე იტყოდნენ რომ წინა დღესო და მე მოსდევდაო დაბადების დღე ხო. 9 აპრილს რო ჩატარდა, ეგ იყო უცნაური მომენტი, წევრებმაც არ იცოდნენ უზენაეს საბჭოსი, რომ ცხადდებოდა მაგ დღეს. და პარტიები აღნიშნავდნენ 9 აპრილის ტრაგედიას, იქ პარლამენტის წინ იკრიბებოდნენ სადღაცა ღონისძიებებით და უცებ გამოცხადდა, რომ გამოაცხადდა დამოუკიდებლობა. პატრიარქმა არ იცოდა, არ იყო იქ შესაბამისად.
პატრიარქიც სადღაც წირვას ატარებდა 9 აპრილის ტრაგედიის გამო და უცებ გამოაცხადა და ეგ რატო და ოპოზიცია მაგას იძახდა რომ რატო დამალა და რა იყო დასამალი და ჩვენც ხო გაგვიხარდება და მე მახსოვს მე მაგ მომენტში აი რაღაცა ერთმანეთის იმაზე რა რომ აი შენ არ გეტყვი მე შენ არ გეტყვი შემთხვევით მოხდი მას რა ნუ რაღაცა რუსთაველზე ვიყავით მე რამდენი წელი უკან 9 წელს ვიყავ მახსოვს ეს ხალხი რო იყო თავიდან მეგონა რომ რაღაცა 9 აპრილის იწმინდა რაღაცა დღეს არ მიჩნევდნენ ამ ტრაგედიის დღეს და აღარ მახსოვს ეხლა თვითონ ამ გამოცხადების ფაქტს ეს წრებოდი თუ არა ნუ რა ამ ეიფორიაში მოხდები რომ ხო კუჩაში რო გაიგეს ხო ეიფორია იყო რა რომ დადიოდა რაღაც აღნიშნავდნენ ამ ან შეიძლება ზეიმად ქცევა არ უნდა რომ ტრაგედია და თქვათ ზეიმი და ის არ ყოფილიყო არ ვიცი მაგრამ თუ იმ დღეს ამთხვევ ეგ ხო გვენიშნავს რომ რაღაცნაირად იმ ტრაგედიიდან შექმნილი მერე თავისუფლება საზეიმოც არის ხო და მაგიტო დღემდე ბევრი ხო ბევრი თვლის რომ 9 აპრილი იქნება სწორი თუ იქნება ჩვენი დამოუკიდებლობის დღე ხო მაგრამ მაგის კონტრარგუმენტია რომ ტრაგედია და თან 9 აპრილი თან შევანაძის დროს თავისთავად ხაზი გადაუსვეს ზვიადის გამოცხადებულია და მაგიტო 26 მაისი უკვე კონკურენტო გახდა აი რაღაცეებია რა 9 აპრილს რო არ გაეკეთებინა დაუშვათ 8-ში 10-ში დაუშვათ ვიტყოდით რომ 9 აპრილის ტრაგედია მე 10-ში ეროვნული დღესასწაული იქნება და მაინც და მაინც იმ დღეს არ დაამთხვიო რომ სადაო არ გახდეს მე ხო ძინა დღეს რო ეკნა და იმ მოტივით რომ აი კი მომდევნო იქნებოდა რომ ტრაგედია რომელსაც მე ჩვენ ვიმარჯვებთ და გადავდივართ უკვე ზეიმში თუ ეროვნულ დღესასწაულად 9 აპრილს ავიღებ და ბევრი მომხრე ყავს მაგას ტრაგედია რომ არის თან რაღაცნაირად თან საზეიმო განწყობა 26 მაისი ხო წვეტა გვაქვს და საბჭოთა კავშირმა დაგვიპყრო და უკვე 9-ში აღვადგინეთ ჩვენ დღევანდელი დამოუკიდებლობა არის 9 აპრილის ჩვენ არა 26 იყო ზვიადის დროსაც პრინციპში მომდევნო 26 მე ვეღარ მოასწრო 26 მაისს 91-ის. ხო, და მომდევნო 9 აპრილი ვეღარ მოასწრო, იმიტომ რომ 91-ის ბოლოს დაიწყო ომი. 26 თავისთავად. 26. ხო, მე ეს კადრები მაქვს ისა თავისთავად. გარდამავალი ეტაპი, თვითონაც ასე გამოაცხადეს, რომ გარდამავალი ეტაპი, როგორ გადაეწყოს ეკონომიკა, საბაზრო, ასე შემდეგ, ხო? შევანაძის დროს რუსული მანეთი. კი, გამოცხადების დროს 30% იყო ეს პარტია კი. არა, იმათაც ხელი მოაწერეს, მხარი დაუჭირეს. პატიაშვილი და გადადგა შემდეგ მაგის გამო. კი. კი. კი.